არის ორი გზნობა, დანაშაულის გზნობა, მაგაზე კიდე უფრო მძიმე და გამყინვარი არის სირცხული. ოქრო ცეცხლში გამოიცდება, ხოლო უფლის ჩეულნიკი მორჩილების ქურაში. და პირველი შედეგი რა არის? დაინახეს რომ შიფრები არის შიში და სირცხული ორი გზნობა. შენ რამ გამოგაგდო 64-დან? თვითონ შენმა ახალმა საფეხურმა რაღაც ცნობიერება რო შემოვიდა ის რომელიც აქამდე არ იყო. კითხვა ყოფილა ხსოვნა, რომელშიც დევს პოტენცია გახსენების. ხსოვნა 64-ზე რა არის ხსოვნა 64-ზე? უტყუარი შესაძლებლობა დაბრუნების შანსი. დედასთან ჭიპლარით მე ანუ ხსოვნის ზაბით მიბულვარ და ეს ძალას მომცემს მე რაც არ და ვიტრიალო არ გაწყდება ვიდრე ისევ გარდაბრუნდება გეშინია და ამიტომ არ იხსნები ესე და დაგაგშენთი არ ამბობ კაი მაგრამ რო არ ამბობ და აქ რო დაიტოვე ეს რო ყარს ეს რო გკლავს და ჭუიდან ხდის წმენა მოქმედების გარეშე არის ეს ნონსენსია ამის თქმა ჩვენი დღევანდელი ღმერთი რა არის მოგესალმებით მაყურებლებო ჩვენ ვაგრძელებთ საუბრებს მამა გურამთან დღეს ღრმა თემაა მნიშვნელოვანი თემაა და მამა გურამ არის ორი გზნობა რომელიც ადამიანს აქვს როდესაც რაღაცა მოქმედებას ჩაიდენს და ამ მომენტში ორი ადამიანური გზნობა არის რომელიც მე მგონია რომ ყველა ადამიანისთვის ნაცნობია ეს არის დანაშაულის გზნობა. და მეორე გზნობა, მაგაზე კიდე უფრო მძიმე და გამყინვარი არის სირცხული. თუმცა მე მაინც იმ აზრის მომხრე ვარ, რომ რაც მოგვეცათ, ყველა არ მოგვეცა. ანუ ეგ გზნობები ზამნიშოვანი გზნობები. შეგიძლია ამაზე შენი აზრი გვითხრა რას ფიქრობ? აი დანაშაულზე და სირცხულზე რო ველაპარაკოთ და ხო მოსიამოდი შენგამ დასაღნიშნე ზუსტად ეს არის სწორი მეთოდი რომ არაფერი არ არის აი პავლე ამბობს თავისთავად არაფერი არ არის უწმინდური ვისაც მიაჩნია იმისთვის არის ანუ და თავისთავად საერთოდაც ცოდვა ზოგადად და ბოროტება ცალკე საგანი ნივთი ან მოვლენა კი არ არის ანუ მათ მიმართ ჩვენი არადეკვატური და არაფუნქციური დამოკიდებულება ბოროტება და არა თავისთავად არსებულ რაღაცებში თუნდაც სირცხვილი თუ შიში თავისთავად ისინი არ არიან ნეგატიური რაღაცები ხო მაგრამ ხალხში ამ ემოციებს ნეგატიური ემოციებს ეძახიან არა თაშემ ორივე უკიდურესობაა მან ჩვენთან საფოსოფეში იტყვის სიცხვილ გარეცხილ. როგორ შეიძლება სიცხვილე არის ცხობა, თუ არ გამოცხები დარჩები ტალახი. ის ცეცხლი სიცხვილის ცეცხლი გწვავს შენ, გაშორებს ყველაფერს, რაც მოკლედ სუსტია, რაც უნდა გავიდეს, აი როგორც ცეცხლში რო შევდგამთ, დავუშვათ, მოკლედ აი ქოთანიკა ვაკეთეთ, ხო, ტალახის განიზიდება ფორმა აქვს. რატო დგამს ცეცხლში რომ ის რა წყალწყალაა მაშინ რაღაც ყველაფერი გამოაშროს და მოხმარებისთვის მყარი გახადოს ანუ გამოიწვა ცეცხლში სირახის სიბზეში წერია რომ ოქრო ცეცხლში გამოიცდება ხოლო უფლის რჩეულნიკი მორჩილების ქურაში ანუ ეს სირცხვილი არის ცეცხლი ჯოჯოხეთის ცეცხლსაც მამები ადარებენ სირცხვილის ცეცხლს ეს არის ბერძნულად დოკიმაზია ტერმინი გამოცდა ეს არის რუსულად და ისპიტანი на прочность ანუ გამომზეურება სადაც უნდა დარჩეს ის რაც გადასარჩენი და რაც უნდა დაიწვას ანუ რა გამომზეურება არის ჯოჯოხეთი რაც შიგნით დაფარულად და სირცხვილის იმაში რომ აი კორიდორში რო იწვი და არ იწვია და ეს არის იგივე შიში და სირცხვილი რაღაც უხასაბას სირცხვილი შიშის კატეგორიაში აქვს შეყვანილი რატო ეს შიში არის მოსალოდნელი მარცხის წინაშე და მის წინაშე დამცირების წინასწარ უკვე იმიტომ არ მიდიხარ იქ უფრო მეცაც გეტყვი აი რაღაცაზე რო გააქშენ გინდა და ამბობ რომ მეზარება კაცო ვერ წავა და ნახე სიტყვა დარჩა და ამ დროს კონტექსტი შეიცვალა შინაარსი უფრო შემოვიჩვიეთ რაღაცა ჩვენთვის გასაძლებელი გავხადეთ ეს მეზარება და თვითონ არც ვაქცევთ მაგრამ მე რა კაცო კაც ეზარება და არ მიდიო რა მოხდა მე მეზარება რა შენ ზარი რა არის
შიშის ზარს ვცემსო. თურმე ეს იზარმაცი შიშის შვილი ყოფილად შენ გეზარება, იმიტომ რომ ზარი გცემს იმის გაკეთებაზე, რაც გამოიმუშა ვითომ ეზარება და გვერდსული. იმიტომ რომ იქ არ მიგესწრება, არ გაწყობს. ცნობიერმა ეს დაკარგა და ამიტომ მეზარება სიტყვა მოიშინაურა და ისე რბილის აქ რაღაცა, თუ თითქოს უწყინარი სიტყვა, მაგრამ ქვეცნობიერმა იცის. და ამიტომ იცავს მისგან ეს რომ არ ჩავარდეს და ეს დამცავი რაღაც. ანუ საბოლოო ჯამში ისე ვამბობ, რომ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე კი არა სიცხეს და შის გავექცეთ ან არ გავექცეთ. არამედ დამოკიდებულია როგორ ვიმუშაოთ, აი შე რო თქვი ისე ამ მდგომარეობაში, ამ რეალობაში როგორ მივიღოთ და მათ გამოვიყენოთ ისინი პირიქით ჩვენთვის, აი როგორც ქრისტე რო ამბობს, კაცი შაბათის კი არა, შაბათი კაცისთვის. შესაბამისად კაცი სირცხვილისთვის კი არა. ნახე სირცხვილი არ უნდა გახადო ღმერთად. ამაგადო სამეგრელოში სირცხვილი არის ღმერთი. აი უშვილს დააკლებს, აჭმელს თვითონ თავისთავად მოიკლებს, ოღონდ იქ სადაც რაღაცა არის, სირცხვილი არ ჭამოს და ფული ჩაწეროს იქ. იმიტომ რომ ხალხი რა სიტყვის მე ნახევს. რა გააკეთა ამ კაცმა თუ შეიძლება ძალიან დაიკლო. ახლა სადღაც სწორიც არის და ადამიანობა მოითხოვს ამ სხერფს, რაღაც მეორე ხარისხოვაზე უნდა ამაღდა, აბა ისე როგორ გინდა, მაგრამ მეორე ხრი გადადის უკვე ხშირ შემთხვევაში თუ არასწორად არის და თუ აქეთ მოგერია, ესე რომ თქვა, თუ ღმერთი გაგიხდა უკვე, გაგიკერბდა უკვე ცუდია თუ იქიდან, ანუ თუ სირცხვილი შენთვის კი არ არის, შენ ხარ სირცხვილის, მაშინ უკვე კერპია. მაგრამ თუ სირცხვილი შეგემსახურება აქეთ, როგორ შაბათის შე, აი მაშინ პირიქით საუკეთესო საშუალება. ეგ ხო შეიძლება მე მემსახუროს, თუ მე დავსვავ კითხვებს, რატო განვიცდი ამ სირცხვილს, ან დანაშაულის გზნობას, ანუ მე თუ მაქვს უნარი თვით რეფლექსიის, დაფიქრების, თავისუფალინების, გამომჟღავნების, ხო? ანუ ამ უნარებამდე არ მივდივართ? კი და ზუსტად ეგ მოხდა 64-ში საშა. როდის გაჩნდა, რა გზნობა გაჩნდა, როგორც კი მათ ხილი მიიღეს. მოტკილეთ, ახლა ამას არ ჩავყვეთ ჩვენ, თორე შორ წაგიყვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ მოხდა ორი არჩევანიდან რომ გააკეთეს, რომ ბოროტების სიკეთის შეცნობის ხისგან რომ გველმა უთხრა აქედან შეჭაპირი ღმერთი ვიდ იქნები და არ მოკვდებით. და პირველი შედეგი რა არის? დაინახეს რომ შიფრები არის შიში და სირცხვილი ორი ცნობა. შიშმა დამალა ისინი ხეებს ამოეფარნენ და სირცხვილმა ლეღვით ფოთლები გაიგე. ანუ ეს არის ადამიანური ძალისხმევები, რომ გადაფაროს თავისი შიშიშვლები, მთელი სისტემები ამაზე აგებული. აბსოლუტურად რა წუთისობაში არსებობს სისტემა. ადამიანს ხო იმ მომენტამდე თავისი შიშველი არ ადარდება. ხო და მაგაშია საქმე. ის იყო ბავშვური უცოდველი, ესე იგი უსირცხვილო. ბავშვი ხო არ ცხველი, ახლა 3 წლამდე დაახლოებით, ხო თუ როგორ არის. აშიშველი ბიჭი და გოგონა 2 წლის ბავშვებს არანაირი კომპლექტი არ ჩვენ გვცხვენია მათი ახლა. ჩვენთან ნათლობაში რომ ნათლ პატარა ბავშვებს თლიანად ტიტულებს, მაგრამ ახლა 5 წლისას უკვე ვერ მონათლ, უკვე იქ რაღაცა იწყება, 5 წელი დიდია. აი სადღაც 4-3 წელიც შეიძლება დიდი იყოს. და იქ სად გადის ზღვარი, რაღაცა იწყება. რაღაცა შემოდის, რომ აი აქ უკვე რაღაცა. ახლა რა არის ეს თავისთავად ნეგატიურობა, მაშინ კი არა ნეგატიურობა ჩვენს აი ზუსტად რომ სად შეგვწყვეს, სად შეგვეშინდეს და სად არ შეგვწყვეს. უსირცხვილო ისეთივე დამღუპელია უსირცხვილობა ჩვენში, ანუ ესეთია რომ მუხრუჭი არ კონდეს მანქანა, საერთოდ. ანუ ზარღვი როგა გაწყვეტილი. ო, ნუ აი ეს მე ერთ უკიდურე გადაგაგდებს რიანად და ასევეა ზედმეტი სირცხვილი, რომ სულ გასზე უჭერს შიშისგან და არ მიდიხარ. ამიტომ ეს მეორე ჭირია უკვე. ანუ კომპლექსები და გერევა უკვე, ნახე გერე უკვე არ მუშაობს, თორე აი სირცხვილი სუფთა სახით რო ავიღოთ, მომიცი, რომ ეს შენ არ გერევა, რომ ეს შენ ერევი. აი როდესაც ბედავ, ეს უკვე კადნიერებაა, უკვე ეს აუცილებელია. და მეორე მხრივ, როდესაც აი კვეთრი მასე რაღაცა სულ მასე რა ქვია, მეორე კვედროსობა რო არის დავშვათ ახლა სულ აშვებული რო გაქვს რაღაცა, იქ შემოგაქვს რაღაცა, ან პირიქით, მოკლედ რა ეს. მაგრამ ვერ ვითფე რომ მან ადამი რადგან ახსენე რომ ეს კითხვა არ დავსვა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სხვა თემაა და დიდი თემაა, მაგრამ მაინც ცოტა პატარა წრეს დავარტყა, შენიშნება. ნუ მე როგორც ხვდები, ადამიანი არის ადამიანის შთამომავალი.
ანუ ადამიანი, ანუ ადამიანის სიტყვა ტყუილა ხო არ არის ადამიანში, ადამის სიტყვა შიგნით ჩადებული. და შესაბამისად რაღაცნაირად ჩვენ ადამიანის გზას გავდივართ, რაღაცა კუთხით, როგორც მისი შთამომავლები. მათ შორის შეიძლება მე საერთოდ ხშირად ვამბობ, რომ რაღაც მუცლად ყოფნა, დედის მუცლად ყოფნა ძალიან მაგონებს მეტაფორულად ძალიან მაგონებს სამოთხის. და იმ სამოთხიდან განდევნება და მე მთელი ცხოვრება გზა რომ ის სამოთხე იპოვო ისე. და სხვადასხვა მამაგურა მე ვკითხულობდი გამოკვლევები იყო რომ ის მდგომარეობა ჰომეოსტაზის დედასთან პერმანენტული კავშირის და ნუ ხო რეალურად სამყაროსთან პერმანენტული კავშირია. სხეულს ახსოვს. ანუ ჩვენ ცნობიერად არ გვახსოვს შეგრძნების დონეზე. იმიტომ მიისწრაფის ის ყველაფრის კი რაც ტკბილია, რაც კარგია, რაც სასიამოვნოა. იმიტომ ეს თვისებები იქ ახსოვს მაგრამ. მონ მატერიალურში უკვე. და მიისწრაფის ისე მაქეთ. ბუნებრივად ენერგიის მინიმუმის კანონი ეგ არის. ეს კანონია, ეს დევს არჩულად. ახლა სხვადასხვა შენ კარგად თქვია, დედაზე რო ვთქვით ახლა უყურეთ. ანუ ეს სირცხვილი და შიშის გზნობა დაპატარებებას მოყვა. ანუ ეს უნდა მომხდარიყო. გამოგდება იქიდან სადაც სისავსეა სადაც გაჯერებულობა და სადაც ნაკლებობა არა გაქვს შენი გარმოძრაო იქა ხარ და ისაკ ასური ამბობს რომ ხა ჩვენი სწავლებით ეს არის გაძევება და დასჯა და მაგრამ ახაც უნდა ვიცოდი რა სიშობს დასჯა საერთოდ რა იმ გაგებით და ღმერთი გაბრაზდა და ესე იგი გარედან ღმერთი გაუბრაზდა და არა პატია და იმიტომ განდევნა თუ აქ მათში მომხდარმა ამ გამოიწვია ღმერთის ასეთი სახის ჩამოყალიბება. აქ სად გადის სხვა? იქნები ის მამა საერთოდ არ შეცვლილა და ეს შენ გეგონა რომ ის გაგიბრაზ და იმან გაგაგდო. შენ რან გამოგაგდო სამოთხი და თვითონ შენმა ახალმა საფეხურმა რაღაც ნობიერება რო შემოვიდა ის რომელიც აქამდე არ იყო. ამან გაიძულა ხეს ამოფარებოდი, ამან გაიძულა ღმერთის ხმა რო გაიგე დაიმალე. შენ რა იცი რომ ღმერთის ხმა იქნებს სულ არ გჯიდა შენ. შენ ვიკითხე, მაგრამ თვითონ ბავშვობა გაიხსენე? რაღაცას რომ მოიპარავდი ბავშვობაში ჩუმად რო გააკეთებდი. ყოველ ჯეზე ამ დედის მამის უკვე გონია რომ იციან უკვე და დაგზდევენ და შენ ქმნი ამ წარმოსახვით შიშებს და იმას შეიძლება სულ არ აქვს ამის დაუშვათ სურვილი ან არც იცოდნენ რა მოხდა. აი ეს ყველაფერი თვითონ ადამიანში ხდება და ახლა ამას დრო უნდა ვიდრე გაიწოვს ეს ყველაფერი. და აღიდგენ შენში იმ ღმერთს რომელიც ყოველთვის იგელოდა. და არსად არ წასულა. მაგრამ შეუძლებელი იყო გაჩერება. ეგ ეს კარგია. თუ გზა უნდა გაგევლა სირცხვილი და შიში ეს არის დამცირების გზა მთლიანს მოაგდე მაგრამ სამაგიერო შეროთქვისი მარცვალი წამოვიდა იმ 160 ხსოვნის და გადის გზა აი ახლა მივადიქით მონანიებ ახლა მონანიებაზე ალბათ ყველაზე კარგად შენ რო ფილოსოფიურად არ დავიდე თვითონ სიტყვე მე ესე ვუდგები მაგალითად ახლა ამაგათად მე მიყვარს შენ სიტყვებს უღრმავდი ასე იყო ეს მე ხა ეს მასწავლა თვითონ ებრაული ივრითით ქართულში თვითონ სიტყვა ლაპარაკობს ეს სიტყვა მაშინ როცა ცნობიერება განვითარებული არ იყო საკომუნიკაციო საშუალება კი არ იყო სიტყვაში ჩადებული იყო აზრი სიტყვა ცოცხალია ამაგათად ახლა რო გითხრა მე სასუკი რატო ქვია სასუქს უცბად მე 50 წლის ვიყავი ამაზე რომ დავფიქრდი და სიცილია მეტყვა ვიმეორებ სასუქს და უმრავლესობამ გონია რომ ეს ჩვეულებრივი სიტყვა და ასუქებს ხო უყურ რამე ახლა რომ დავიწყოთ ჩვენ მეცნიერულ ტერმინებით რა არის სასუქი ის მოგცემს რომ მეცოდნა სასუქზე თვითონ ეს სიტყვა სასუქი. ამან უკვე დაასრულა ყველაფერი რასაკი. ახლა მიდი და ახსენ შენ ზოგადად ზუსტად ასეა. აი ეს სიტყვები დაუშვათ ეს მონანიება. თუ ჩვენ ამას ახლა რამდენიმე სიტყვას ავიღებ ჩვენ ახლა ქართული დაუშვათ ბერძნული და ებრაული სამი საკმარისია. დანარჩენი თავი დავანებ. თვითონ ეს სიტყვები რატო აღნიშნავს მონანიებას ეს სიტყვა თვითონ ის უფრო მეც გვეტყვის ჩვენ ვიდრე ახლა დავიწყოთ ის რაღაცეები და ალბათ უფრო საინტერესოც იქნება. დავიწყოთ ჯერ იქიდან რომ მონანიება ქართულად მოდი ესე დავიწყოთ ქართულში. და მოდი ძირ საიდან შეიძლება მოსულიყო ეს სიტყვა მონანიება ანუ ვინანიებ ნანა ფუძე ნანი ი ნან ვი ნანი ყველგან არის ახლა ნანა ქართულში სად გვაქვს მაგრამ გალაქტიონა ნანაობს ქარი და მინანაობს როდესაც ნანა მესმის ძიზების და ასე შემდეგ ასე ნანა იავ ნანა გვაქვს და ყველაზე დიდი დედა ჩვენ იყო ნანა მეგრულში არის დედა ეს მე გვიანდელი ტერმინია და ნანა ეს უკვე კოლევების არსებობს იქ
ათონზეც ღვთისმშობელს ნანასაგალობებს უგავდნენ, მაგრამ მოკლედ ეს არის. მაშინ ხვალ შეიძლება დავაკავშიროთ, მოდი ამას დედასთან, რატომ უნდა დავაკავშიროთ დედას? თუ ახლა სხვა რო გადავალთ ახლა ებრაულად რა არის მონანიება და შუმერულად რა არის ეს ყველაფერი შევკრებ და მართლა მივიღებ და ამას მართლა უკავშირდება დედას. მონანიება თითქოს ის არის ახლა, მაგრამ ახლა მივალთ აქ. მაგალითად ებრაულად არის ჩუვა და მონანიება ვიცით, ხო? ამას რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძირითადად ეს არის პასუხში დაბრუნება. პასუხში დაბრუნება, ანუ იქ დაბრუნება, საიდანაც წამოხვედის. კითხვაში ხარ და პასუხი, რომელსაც მოახსნა თავისუფლება. შესაბამისად, მონანიებას მეორე მნიშვნელობა აქვს, ესე ლეაცმო, ებრაულად აცმაუტ, ნიშნავს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ანუ გახსენებით მე გავთავისუფლდი. ანუ პასუხში დაბრუნ, პასუხი რა არის? გახსენება, რა არის პასუხი? კითხვა არის, დავიწყებო, თორე კითხვას ხო არ დავსვამდი. შესაძლოა მე ვარ კითხვა, რატო? იმიტომ რომ მე მისი დავიწყება ვარ. მაგრამ კითხვა არის ჩემში მარცვალი. ასე იყო საჭირო, რომ მე თვითონ პასუხი მე გამختارიყავი ჩემში და იქ 64-ში მე ეს ფუფუნება არ ქონდა, იმიტომ რომ მთლიანად პასუხში ვიყავი და მე კითხვა როცა არ ვიყავი, მე ვერ ვაფასებდი ამ პასუხს ისე, როგორც ახლა დავაფასებ, როცა კითხვა და რა არის კითხვა. შეწყდა ეს ნათელი, მაგრამ კონცენტრატი დარჩა ხსოვნა. შესაბამისად, მარცვალი ყოფილა ხსოვნა, კითხვა ყოფილა ხსოვნა, რომელშიც დევს პოტენცია გახსენების. და იმის დაბრუნების მაქვს, ის არა მაქვს 64, მაგრამ რაღაცა წამოვიღე რა. ხსოვნა 64-ზე, რა არის ხსოვნა 64-ზე? უტყუარი შესაძლებლობა დაბრუნების შანსი. მარცვალი შანსია, მაგრამ თუ გამოვიყენებ, თუ არ გამოვიყენებ, მაშინ ავტომატურად არა, მაგრამ შანსი მაქვს. ანუ იქ ჭიპლარი არ გადაიჭრა. საშუალოდან კი გამოვედი, მაგრამ დედასთან ჭიპლარით მე, ანუ ხსოვნის ძაფით მიბული ვარ და ეს ძალას მომცემს მე, რაც არ უნდა ვიტრიალო. არ გაწყდება, ვიდრე ისე ვიქ არ დაბრუნდები. და აი ახლა ეს გავამაგროთ უკვე შუმერული სიტყვით ახლა. და იქ დანასტა და მე იმად. შუმერული სიტყვაში ახლა ხო ვთქვით, რომ ეს ჩუვა ყოფილა პასუხი, ანუ გათავისუფლება, დამოუკიდებლობა. ეგ არის, იმიტომ რომ პასუხი მათავისუფლებს, მახსენებ, გავიხსენე და გავთავისუფლდი. მორჩა, კითხვა უკვე არ ამა, თავისუფა. შუმერული, ახლა ზურაბ კიკნაზეს აქ ეს განმარტება. მან ხო ცნებითი აზროვნება არ არის ძველ იმებში, იქ არის პირდაპირ მოქმედებას აღნიშნავს ის, რაც მცნებას აღნიშნავს დღეს. მაგალითად, მე და შენ რო ვიტყვით დღეს, არ ვიცი რა გზას დავადგე. რა აბაშიძის თუ იმის გზას, გულისხმობ თუ ზოგად გზას, მაგრამ მაშინ პირდაპირ იყო. მაშინ იყო რომ მართლა არ იყო ნიშნები, ადამიანი დადის, ორი გზა არის, იკარგება, კაცი არ არის, არა ორიენტირი არის და რა გზას დავადგე არ ვიცი. აი ზუსტად ასევეა გამოხატული ტერმინი თავისუფლება, რომელიც შენ გესმის როგორ ცნება და იქ არის პირდაპირ სიტყვით არის ამა არგი სიტყვა, ამა არის დედა შუმერულად და მე სხვა სემიტურ სიტყვებშიც გადავიდა და ამა არგი იგი თავის დედას დაუბრუნდა. ანუ მოქმედება რაშია, რა ისტორია. შუმერების ცენტრში არის იშთარი ქალღმერთი, ანუ დედა ქალღმერთი, ანუ ცენტრი თავისუფლება. იქ რო ხარ უკვე სახში ხარ, შინ ხარ. მაგრამ აქ არის აი ესეთი წრეები. მის გარშემო ქალაქში გაცნობიერების ხარისხის მიხედვით, აი როგორ სოციალური სტატუსები, რომელიც მეფესთან გაახლოებს ან გაშორებს იმის მიხედვით თუ რა ჩინი, რა წოდება გაქვს. აქ არის, აქაც მდგომარეობები იყო, ანუ აქ რომ მოსულიყავი შენ გარე და პერიფერიიდან დაიწყებ. მან და არის ისტორია კიდგამიშის ისტორიაში ენქიდუ ნახევრად კაცი ნახევრად როგორ იქ ქალს რომ მიუჩენდეს ქალი რომ გაადამიანურებს მას შემოიყვანს ნელ-ნელა ქალაქში. აი ზუსტად იგივეს ნიშნავს ეგ ქალაქში შემოყვანა. ანუ გაკულტურება, ველურობიდან შინმოსვლა. ანუ ველური რა არის? შინიდან წასული. აი ჩვენთან სოფელში იყო დაუშვათ თუ მოზვერი დაგეკარგებოდა. რამდენიმე დღის რომ მოდიოდა ვერ ცნობდი მაგაში, ის გაველურებული იყო და ხელახლა იყო მოსარჯულებელი. ბავშვი ცხოთა შორის თუ სადღაც რამდენიმე დღე წავიდოდა სხვა, მე რამდენიმე ხანი გინდა რომ ბავშვი ქალაქიდან რო სოფელში აეწებება და აუ წუხა მშობლები, მე აი ვინ რაღაცა დაემართა ისევ აღსადგენია მოკლედ რო თქვა. შესაბამისად, აი ეს ვის შეძლებდა რომ იბიდა შორი იმიდან ნელერა შემოდიოდა ქალაქის ცენტრში და თუ იშტარს და მოვიდოდა და კალთაზე დაადებდა თავს. აი ეს არის ამარგი. იგი თავის დედას დაუბრა, ანუ ბევრი ხეტიალის შემდეგ, ბევრი კივილების შემდეგ დედის კალთაში ჩარგო თავი. ახლა წავაშველოთ ინანა.
ინანა ჩვენ გვაქვს ქალღმერთი არის ეს ხო იცი ვინ არის ინანა ქალღმერთი არის შუმერული ქალღმერთი რომელსაც წელიწადში ერთხელ გახდიდნენ ყველაფერს რაც აეცვა სამკაულებს ტანსაცმელებს აი ნახე ქრისტე არ გესწრობა ეს ხო უნივერსიტეტში და დაკიდებდნენ კავზე თლიანად შიშვეს და ჩაუშვებდნენ დაბლა ქვესკნეში სადაც მისი და იყო სიკვდილის მეუფე ხანახე რატოა სიკვდილის მეუფე და როგორც ძილი არის სიკვდილის და თუ ძმა ხო ნარკოზი და ის როგორ ერთმანეთს გავს ბერძნულ მითოლოგიაში ძილის ხო პატარა სიკვდილია ანუ მონანიება ფაქტობრივად მისი და არის სიკვდილი ან ეს არის მისი და ან ის არის რა მნიშვნელობა იგივე ანუ სიკვდილში ჩადიხარ სად ჩადიხარ ანუ ყველაფერი შენ რაც რეგალიები გაგზევით ეს მოწებებულია შემდეგ აქ შეიძინა ამ წუთის სოფელში ამიტომ თუ შენ გინდა გათავისუფლდე ამ ყველაფერზე ჯერ სიკვდილში უნდა ჩახვიდე ეს რაც მოიკარი შენ ეს უნდა გაანულდე მე გაზაფხულზე ამოყავდათ ინანა მაგა ისევ უბრუნდებოდა თავის ძველმდგომარეობას ამ გახდომის შემდეგ ახლა მოდი შევაერთოთ ახლა ებრაული პასუხში დაბრუნება ანუ აცმაოდ გათავისუფლება პასუხი უდრის თავისუფლებას აქ ვნახეთ რომ იგი თავის დედას დაუბრუნდა დედა ნანა ინანა აგერი გვაქვს ნანა და ახლა რა შეება იავნანა რაქნა იავნანამ რაქნა პასუხში დააბრუნა კეთე აბა რაქნა რა არის იავნანა რაქნა იავნანამ მოდი ვაშლოვანი ავიღოთ ჩვენ ეს ადრე ვთქვით ხომ სადაც კეთო ცხოვრობდა სამწლამდე ეს გოგებაშვილი პატარა მოთხრობა ხო და შემდეგი ლეკებით აცებენ და რო ბრუნდება ვერ იცნობს თავის სახლს არის და არახსენდება დედა იავნანა ეს ნანა დედა და დედაო შეყვირებს ეს უკვე გაახსენდა ანუ დედას თავის დაუდო კალთაში უკვე დაბრუნდა შინ ასე მონანიება რა ყოფილა ყველაფერ ამის მერე რომ იმ წიაღში დაბრუნება რომელიც წიაღიდანაც მე წავედი მაგრამ წავედი იმიტომ კი არა რომ მართლა ღმერთმა დამსაჯა პირდაპირ მნიშვნელობით არამედ უფრო მაღალ მდგომარეობაში დასამკვიდრებლად ვიდრე გქონდა სანამ მოვინანიებდი ამაზე ჩვენ თქვით ხო მამაგურამ კითხვა მაქვს მონანიებაში როგორც არა ზოგად ტერმინში არამედ მოქმედებაში ხო ზმნაში ვინანიებ აი მაგაში ხო შეიძლება შიშმა და სირცხულმა შემაკავოს იმის მაგალითად მოვინანიო და მე შიშით რომ არა განსჯილი ვიქნები განკითხული ვიქნები დასჯილი ვიქნები ხო ბევრსა გვაქვს ხა შიშები ბავშვობიდან რაღაცა შიშები განსჯაზე დასჯაზე და რაღაცეებზე არ ვეყვარები ანუ მე თუ მოვინანიებ მაშინ აღარ ვეყვარები ეგეთი ხო და გეშინია და ამიტომ არ იხსნები ესე და დაგაგშენ თვითონ ხო გასაგებია მაგრამ აქ მეორეა მე რას აკეთებს ეს მდგომარეობა მაშინ ის გავეყარე უი შევეყარე ორივე და გაგტანჯავს არ ამბობ კაი მაგრამ რო არ ამბობ და აქ რო დაიტოვე ეს რო ყარს ეს რო გკლავს და ჭუიდან ხდის ერთი სული გაქრო იყვირო კი არა სულს ფეხებზე ბოდიში და არაფერ და არ აგდებ იმას ვინ რა სიტყვის ოღონდ კი დაბადო ეს აი აქამდე რომ მიხვალ უკვე შენთვის ეს არის საშველი და არა სირცხვილი უკვე მაგრამ თუ აქამდე არ ახარ მისული აი მანამდე მალავ რაღაცებს ან თამაშობ კონკრეტ რაღაცებს ნაწილობრივ რაღაცებს იტოვე ფესს იტოვე ამიტომ უძღებიშვილის იგავი კლასიკური ნემუშია მან დისკო მამას გამოეყო და ის ქონება რაც მას ქონდა ხო ინტელექტუალური უნარი თუ ყველაფერი რაც ადამიანს აქვს ქონება აი და ცალკე ვიცხოვრობ იგივეა ხო ადამიანდება რომ ჩვენ ვიქნებით ღმერთები არ გვინდა შენთან ყოფნა განგება უშვებს ამას რომ ამ სიზმრით იცხოვრო აუცილებლად იმიტომ რომ მონანიება ის კი არ არის რომ ადამიანის შიშით არაფერი არ ხდება შიშით შეიძლება ბავშვობაში გასულს თუ წაგვაქცევდა უფროსი ცოტა ბიჭი და რაღაცას ვეთამაშებდა და რომ მოგიჭერდა ისა ჩვენ ვიცოდეთ ეს დაიოს და იმას გაგიშვებდა ხეს და იმ წუთა წამოხდებოდი მე ეს შიშით ეს დაიოს თქმა არ ჭრის გაცნობიერებაა საჭირო ამიტომ ეს ძალას ვერც ღმერთი ატანს იმიტომ წერია რომ ღმერთს არ შეუძლია რაღაცა თურმე არ შეუძლია შენ შიში ჩაგინერგოს შეუძლებელია ანუ ღვთის მოშიშობა მის მიმართ ძალა აი ეს პროცესი ამიტომ ეს უძღებიშვილი რომ მიდის ამ ქონება მიაგდა ტოვებს თავისა იქ გონს მოდის ბოლოში აი რა
თვითონ მოდის გონს. თვითონ თუ არ მივიდა ადამიანი იქამდე, რა დაკარგა. და როგორც კი მიხდება მერე ის უკვე საერთოდ არ უყურებს იმას ვინ რა სიტყვის უკვე. თუ მართლა ამიტომ განგება რასაკეთებს, ისი უმძიმებს ადამიანის ცხოვრებას ღმერთს გარეთ. თუთისოფოში თითქოს პარადოქსია, ხო? რაც უფრო ადამიანი თითქოს გონია რომ ყველაფერს კარგად აკეთებს და იობი აიღე, ხო? იობმა მაინც რა დააშავა, კაი დავშვა ცხები ბავშვობიდან ღვთისმოშიშია, სხვებს წირავს, შვილებს, ყველაფერი გაწყობილი აქვს და რა დღეშია კაცი. იმიტომ რომ მონანიება ეს არის ისე ვამბობ, დავიწყებიდან კითხვიდან პასუხში დაბრუნება შინ არის ერთი მდგომარეობა, ორი არ შეიძლება იყოს შინ, ორი დედა არ შეიძლება იყოს, ორი სახლი, ორი ერთია ეგა ჭეშმარიტება. ამ შემთხვევაში დედა ხო მეტაფორა, ანუ კავშირში დაბრუნება ალბათ. ანუ დიალოგში, ანუ უყურე ჩვენი დღევანდელი ღმერთი რა არის? ფილოსოფოსების ღმერთი, რაღაც უმაღლესი გონი, უზენაესი, ამიტომ არის ათეიზმი მოყვა ზუსტად ამ სისტემების ახორხებად. როცა ჩვეულებრივი ღმერთი ადამიანი რომელიც ელაპარაკება უშუალოდ, ეს იმათ ჩათვალეს ჩამოჩენილობა თუ რაღაცა და აახორხეთ აზრები, წიგნები, სისტემები, თეოლოგიური ტრაქტატები, ფილოსოფიური სისტემები და ადამიანი დაიკარგა. და რაღაცა შეიქმნა, რაღაცა კვაზი რაღაცა, ანუ კვაზი არის წარმოსახვითი, ყალბი, რაღაცა, რომელშიც სიცოცხლე არ არის, იდრუნება ადამიანი. და ეს ღმერთი არ არის ნორმალური. სიცოცხლე არ არის წარმოდგენების სისტემა. უსულგულო, აი თუ კიდე. ChatGPT. მაგის თქმა მინდოდა. არაფრით არ განსხვავდება, გეუბნებ. არაფერი უსულგულო, ამას თვითონ ფილოსოფოსებიც ხვდებიან. ტოლსტოის აქვს, რა თქმა უნდა, 1 გრამი მადლი ჯობია ტონობით ფილოსოფიას. 1 ფუნჩხა პური ჯობია საათობით პურზე ლექციას. აი რომელი ისე დაუბრუნდით, რომ როგორც ხვდები რწმენა მოქმედების გარეშე არის გლარი. თვითონ ესე დევალვირებულია სიტყვა, მთელი ჩვენი პრობლემა ის არის, ჩვენ ლაპარაკობთ სიტყვებს და არსი აქვს დაკარგული და უკვე წამს ისე უბრალოდ ვამბობ, თითქოს ყველაფერზე შეგვიძლია თქვა და წამს ნიშნავს აი უბრალოდ ამინ. ეს რა არის, ერთ-ერთი რამდენიმე მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი არის აი საყრდენი საფუძველი, რომელიც არ მოწმდება, დამატებით არ ჭირდება მოწმობა. თუ დამაჭა ქართულში ვიცით რომ აი კაციო, მაგრამ კიდევ ამაი კაცური კაციო, კიდევ კაცური კაცი, კიდე დავამატოთ რამდენი. ანუ იმდენად მოვწყდით იმას, რაც არის და არსებულია. რო გირების დამატებით რაღაცას დამატებით თითქოს დავაჯეროთ, მაგრამ როგორ დააჯერებ თუ არსებულია ის არსებული რო იყოს ესეთ იმებს არავა ხორხებდით ამდენი ის თავის თავს თვითონ დაამოწმებდა და მე როცა ეს არა გვაქვს უკვე ვცდილობ მივუახლოვდეთ იმას და ყველა ვცდილობთ რომ ვიყოთ ის რაც უკვე ამიტომ ეს წმენა მოქმედების გარეშე მკვდარი ეს ნონსენსია ამის თქმაც ესეთია რომ შენ რო თქვა ხა წყარის სისვლის გარეშე მკვდარია ნუ იტყვი მაგას ეს ხო ისედაც არ უნდა თქვა ანუ წმენა უდრის მოქმედებას შეუძლებელია წარმოდგენა როგორც წყლის სისვლის გარეშე წარმოდგენა ხო და მამაგურა მე მგონი იმეების ქუთაისელი ბავშვების არ იყოს იმენ აუზის მიღმა რო ასწავლეს სურვა ხო გახსოვს ეს მართალია კაცო და ვიცი ამბატ კი დარჩა და თეორიულად რო ხსნიდნენ სურვას ხო და მივდივარი იქამდე რომ საბოლოო ჯამში ალბათ ამ საუბრების ერთ-ერთი მიზანიც ეგ არის რომ უბრალოდ ფილოსოფია და უბრალოდ ცოდნა კი არა არამედ განცდა გავაჩინეთ საშა ჩვენი ამამტყობი რა არის ჩვენი ბედურება ბიჭო ახლა ერთი წუთი წარმოვიდგენე ღმერთი როგორ გვიყურებს შენ როცა ასეთ თემებზე საუბრობ ეს არის აი მე მაგათაც ვნახე იმაში ერთ-ერთ იმაში რუსეთში ვიყავი და ბავშვთა სახლში ვიყავი სადაც არიან აი როდის იყავი დიდი ხნის ამბავი 15-ში ორსკში და ბავშვთა სახლი გაი ქალაქი და სადაც არის აი ყველა დონის დაზიანებული ბავშვი ეგეთი აი გაუგდები თუ არ ნახე რა ხდება იქ როგორი დეგრადება მაგრამ ამაზე მეტად რითი დაზიანებული ყველაფერი და რაკიტი ამხელა თავი აქვს ტანი ახლა დავუშვათ ამ ფიზიოლოგიური დაზიანებული 22 წლის არის და ხელით უჭირავთ ასე 22 წლის დავუშვათ იქ მაგრამ ამას დაანებეთ თავი ამაზე გული გამგმირავი იყო ფსიქიკური დაავადებული ბავშვები ბიჭო. გავგი ჯერ ხო ბავშვი ხო ისედაც გიჟივით არის ხო ბავშვი ხო სტანდარტებში წარმოგიდგენია ხა გიჟი ბავშვები როგორი დასანახია.
ანუ რომ მორბოდნენ ერთად რომ დავინახეთ 20-30 ბავშვი უკვე დიდები 9 წლის 10 წლის 12 წლის დავუშვათ 15 ან ცოტა ნაკლები და ამათი აი რა უნდა გააკეთო ამ დროს აი გული რას გეტყვის ხო და აი ასე გვიყურებს ჩვენ ხომ ერთი როცა ჩვენ ვჯელოთ ამ ყველაფერს იმიტომ რომ როცა სიცხადეზე არის ბჯელობა რა არსებულზე უკავამტყოფობაა იქ აი მთელი ჩვენი ფილოსოფოსობა ახლა თავი ვწრებო და ეს პოდკასტები და ეს ყველაფერი არის დავამტყოფო ბავშვი რომელიც ავადარი კიდე ან ძინავს იმიტომ რომ ჭეშმარიტება თვითონ თავის თავზე ამოწმებს ისეთია რომ მაგაზე ლაპარაკი უკვე აი როგორც მე წყალისველია მე რო გითხრა ხა და შენ ახლა შუა დღეა ხა რაღაცა ხო არსებულზე ლაპარაკი მაგრამ ახაც სხვა გზა არა გვაქვს რატო იცი ამ ლაპარაკით ჩვენ უნდა ამოგვეწვას ის ენერგია შიშის და სირცხვილის უფრო სწორად ეს გაჩნდა და მე რო შენ იქნები რომ ეს თუ არ დავხარჯეთ ბოლომდე ვერ დავცარიელდებით აი ეს არის პედაგოგიკა განგებამ რაც გააკეთა რომ მიგვიშვა რატო თუ არ მიგვიშვებდა ჩვენ ღმერთთან დავრჩებოდი 64-ში შიშით კი ბატონო ღმერთი ყოვლის შემძლეა და რას ამ გალაქტიკების შემქმნელია ბაგაზრაერ დაგვიცაცხანებდა და გავაფრთხობდი სულს მაგრამ რა გინდა შენ შეგიყვარდება ხა მეუღლე ან ქალის რომის ავტომატით გაჩერებული და შიშით გეუბნება მიყვარხარო და ერთი სული აქვს გაგეპაროს იქნები ბედნიერი და ღმერთს რატო გგონია რომ ღმერთს ესეთები უნდა ის თვითონ სიყვარული ასეთები გალაქტიკები ყავს ეგერ და ცერებზე დგება მთელი სამყარო ექვემდებარება არ უნდა არ უყვარს როგორ არ უყვარს მაგრამ ტოლი ამიტომ ეს პროცესი მონანიება არის პროცესი როგორც გადავცდით და ეს საკუთარ თავის მინდობით ეს წუთი სოფელი შეფეს არის დავიწყების ბოლო მდგომარეობა ამის იქით უკვე არაფერი არ არის გაგებამ დაუშვა ეს რატომ თვითონ ჩვენში მომხდარიყო გაღვიძება და მოსაკლისება იმ 60 რა დაკარგი იმის ფონზე თუ რა ავახორხე ახლა ეს უძღები შედრო მიდის და შორ ქვეყანაში დასახდაო ნელ-ნელა შორდება იმ გაცნობიერებას ანუ რა ხდება 60-ს დავარქვათ გაცნობიერებას სახში ყოფნა რომ წამოვიდა ნელ-ნელა გონია რომ ეს ახალ რაღაცა შექმნე ჯერ გაბრუებულია ილუზიაში ეგ მეტი მარაგი აქვს ახლა ხარჯავდაო ქონებასო ნუ კი ბატონო და უშვებ მიდის და ნელ-ნელა აი როგორც იმაში თამას რა ქვია სათამაშო ბიზნესი კაზინოში რომ რაღაცას ხო ჯერ მოიგებს და გონიასო და ბოლოს ხედავს რომ სახლიც წაგებულია ყველაფერი წაგებულია და განულებული და კანკალი შიში და რა ხდება ორი რეალობა ერთი საწავედი არაფერი ყველაფერი დავხარჯე უკან სადმე მე ახანახი ისევ წარმოდგენებში გადადი მე ხო გითხარი გაბარზებული ღმერთი დამშიერი ღმერთი ეს ყველაფერი ჩვენშია წარმოდგენები ჩვენშია და საერთოდად მთელი ჩვენი პრობლემა არის წარმოდგენები 99.9% არის წარმოდგენები დღესაც გინ რელიგიაში გინ ფილოსოფიაში გინ პოლიტიკაში გინ მეცნიერებაშიც კი ხა კარპოფერმა კი მაგრამ მამაგურამ გინდაც ეგეთი დამახინჯებული წარმოდგენა მივიღე ჩემი აღზრდის და სკოლის და საზოგადოება რასაც აღზრდის. მაგრამ მაიქ წარმოდგენები ხო შეცვლადია. წარმოდგენები სამუშაო მდგომარეობები მაგის გარეშე ვერ მივალთ. უბრალოდ ეს რეალობაა და აი ზუსტად წარმოდგენებში უნდა აღმოჩენილიყავი შენ რომ მე მიმხდარიყავი რომ უკვე წარმოდგენებში ხარ და შეცდომაში ხარ და აი ეს შოკი არის ირვე ყველაზე უტყუარი ისა საფუძვე საიდანაც ხდება ნამდვილი ჭეშმარიტი მონანიება მანამდე არა მანამდე როგორ იცი აი მე როგორიც დაიუს ადამიანი კაკ მუჟი ესე გრომნი ზაგრემით მუჟიკნი პერე მას 1000 ჯერ შეგეშინდა და 1000 ჯერ გააგზელე იგივე მოქმედება ეს არ არის მონანიება ეს არის ცხოველური შიში მასე ძაღსაც ეშინია რაღაცას რომ დაჟი ის გონია რომ ესე იტუზება მაგრამ იმას ცხოველური შიში აქვს რომ არ მოხდეს აი ეს ფენომენი მამაგურა მე განზამნიშოვანი ხალხი მოდის ინანიებს რაღაცებს, გადის და აგზელებს იგივეს. აი ეგ რა? არაფერი არ არის. ანუ არ არის მონანიების ახლა მეცაც მოდი მონანიება პირდაპირ რას უკავშირდება? რატო დაგჭირდა მონანიება? ჩვენ ხო ვთქვით მონანიება არის პასუხში დაბრუნება. მაგრამ კითხვაში რო აღმოჩნდი და კითხვაში რო აღმოჩნდი ამას რა ქვია ქართულად? ცოდვა. ანუ ეს ცოდვა რომელიც გადაცდი, ხო? ადამიანი ახლა მონანიება ცოდვის ეტიმოლოგიას ვიხარი კი ბატონო ანუ უყურე ასეთი რაღაცას გეტყვი ახლა თუ დაიჭეშე რომ
ცოდვა კი არ არის, ცოდვები კი არ არის ცოდვა. ცოდვა. აბა რას ვიხსენ? ანუ ის კი არა აბა. რა გავაკეთე, არამედ არამედ დამოკიდებულება არამედ რამ დაბადა ეს უკვე დაბადებულია, დაბადებულს რას ებრძვის შენ? ეს ცოდვა. აი მაშინ ტერმინი უნდა ვიცოდეთ რა არის ცოდვა. ქართულად, ძველ ქართულად სიტყვა ნიშნავს ცოდვა, ნიშნავს აცდენას. ქვები შესწოდეს, ანა აცილეს. ბერძნულად არის ამარტია, არის უარყოფის ნაწილი, მარტია, ანუ აცდენა სიტყვით. ებრაულშიც ასეა ხატა, ეს არის ცოდვა, ანუ აცდენა. მოდის სიტყვა ბერძნული ოლიმპიური თამაშებზე, თუ კი 7 დოსანი ისროდა ოლიმპიადაზე. ეხა პაუზაზე რო გავალთ მე ვეთქო. ხო და ბერძნულ რო ისროდა 7-ისა, თუ აცილებდა, იტყოდა ამარტია. აცილავ. შესაბამისად ჩვენ ვთქვით, რომ ცოდვა კი არაა ცოდვა, ანუ ჩაძენილი ცოდვა, არამედ ცოდვა, ისა ცოდვა არ არის რაღაცა აქტი, არამედ ნებელობა, ნების გამრუდება, საკუთარ თავზე მინდობა და ეს შობს ცოდვებს. შესაბამისად თუ გინდა მონანიება, ანუ მართლა ცოდვა, თვითონ ვაიმე რა ვქენიო კი არ უნდა თქო, ვაიმე რატო დავაცემინე, რატო მოვიფხანე თავი და რატო შევაგინე და რატო დავწყევლე და რატო გარვილე, ეს სულ იქნება. ეს შედეგებია და ახლა შენ რო ახლა კანზე რო გამოგეყაროს რაღაცა დავუშვათ, პირველი რასაკეთებ? კანის ექიმთან მიხვა. მაგრამ კანის ექიმი თუ ჭკვიანია, ის მას არ წაგისვამს, რატო? იმიტომ რომ ეს შეიძლება შიდა ორგანოების დაზიანების მიზანი, ახლა ჩემი ახლობელს ჰქონდა პრობლემა, რომ გარეთ ჰქონდა რამდენიმე ისა და ვერაფერმა ვერ უშველო, წავიყვანეთ იქ ბიოპსია და კიდე დამატებითი ჰისტოლოგიური გამოკვლევები ამ აღებული ნაცხის და უკვე სერიოზული რაღაცეები აღმოჩნდა, ხო? ვერთმანქანას რომ კარგად იყოს ყველაფერი. თურმე სულ სხვა პროცესების გარედან ანუ როცა ამას ებძვი ჩვენ არაფერს არის. ანუ სიმპტომს შედეგს ებძვი, ანუ ცოდვა, ამიტომ უნდა ვიცოდეთ ამარტიაც და მონანიებას ახედახეთ ბერძნულში მონანიება რას ნიშნავს? ერთიაზე დაჯდება ყველაფერი აქ თუ გავიგებ ამას. თუ ეს არის ნებელობითი აქტი ცოდვა, ნებით ცოდავ მე. ანუ ჩემ თავს მივენდე და მე შევქმენი ეს სამყარო, რომელიც დღეს მაქვს როგორც წუთისოფელი ჩემ გამრჩევლობაზე აგებული. რატო დაუშვა განგებამ? იმიტომ რომ მე მივხვდარიყავი რა ვქენი და არა შიშით. ან აგზავნით. დაუშვათ რო არ მიეცაჯე ღმერთის ჩემთვის საშუალება რომ ეს სამყარო დამენახა ჩემზე აგებული. მაშინ მე სულ ნაწყენი ვიქნებოდი ღმერთზე 64-ში ვიქნებოდი ბუზღუნ-ბუზღუნი. ეგ რა ღმერთია? მე რო გავიშვით, მე უკეთეს სამყარო შევქმნიდი დაუშვათ და რა აზრქოდა ღმერთისთვის ვოლიერში დამწყდეული მეც რაღაცას თუ ვერ გაეთამაშებოდა მათ ვერასოდეს და თავისუფლებას ვერ მიაღწევ. ამიტომ სასწორზე იდო ორი რეალობა უყურე საოცარი რაღაცა გადაწყდა მათ. ქმნილებები ყველაფერი შექმნილია. ადამიანს ბოლოს ქმნის, ანუ ეს მოდი რომ გადმოვიტანოთ. რა უნდა მაშინ ღმერთს? რა კიდე galaktikები შექმნა. შეხედა, წარმოვიდი რა მაგარია, yes, გამომივიდა. აი, მაგრამ მე მოეწყინა ისე, ვიტყვი ამა galaktikებს ვერ გაეთამაშება, კაცო, ვერ ელაბა რაღაცა უნდა. აი, როგორც ადამიანს მოეწყინაო, ეს მეორდება ღმერთის მდგომარეობა ადამიანში და როგორც ღმერთმა ქაოსი და შექმნა სამყარო და მე ადამი თავის გავსი, მეც ჩემი ქაოსიდან ვქნი ჩემივე მეორე ნახევარს სამყაროს, რომელსაც დიალოგში შევდივარ. აი ეს დავკარგე მე, მაგრამ მომეცა როგორც შესაძლებლობა და არასტიქია სამყარო, უმაღლესი გონი მე მძგუნავს. უმაღლესი იმპერატიული მძგუნავი უცხოა ჩემთვის. მე ამას ვერ შიში დავიმორჩილო. თუ მექანიკურად რაღაც შორიდან რაღაცეებით შეგიძლია შენ შეყვარებულ ადამიანს რაღაცე ჟესტების ენით ელაპარაკო. თუ გინდა რომ თვალების ჩახედო, ჩაეხუტო, გაუგო, გაგიგო, რისკენ მიდის ეს ყველაფერი. აი როგორ ტრიალებს შესაბამისად. უყურე, ახლა თუ ეს არის აცდენა, ანუ ამარტია, რომელიც გადაცემები მიიღო შესაბამისად, მონანიება რა ყოფილა, როგორც ამას გზა დაჭირდა, რომ მე შემევქნა ანტისამყარო. აბსოლუტურად განსხვავებული ბუნებრივის ანტი, რომელიც რაზე დგას? ჩემს გამრჩევლობაზე. თვალთა გულისთქმა, ხორცის გულისთქმა, ამაუდიდება ქვეყნიერების სამზე დგას წუთისოფელი. იოანე მახარობლის იგივეს იმეორებს. ნუ შეიყვარებთ ამ წუთისოფელს, ნურც ნურაფერს, რაც ამ სოფელშია. ვინაიდან ყველაფერი რაც აქ არის, თვალთა გულისთქმა, ხორცის გულისთქმა ამაუდიდება. იგივე სამი გამოსა გაიარა იესომ უდაბნოში. იქაც პირველი პური ქვაპურად გადააქცია, მერე რაღაც სილამაზე დაანახა და ეს ყველაფერი შენ მოგცემ თუ თაყვანცებ და მესამე კიდევ რაღაცები გადახტი და შენი, ანუ იგივეა რა, ახალ შორს რო არ წავიდეთ, ანუ
ახლა რუსთაველი რო ამბობს, რომ ვახსოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა, ყოვლი შენი მინდობილი, ნიადაგსა ჩემე პტირსა, საწაიყვა სადაღუფრი, სადი ძირსა, მაგრამ ღმერთი არ გაწერებს, კაცსა შენ განაც. აქ პრობლემა რაშია? ზოგს გონიერ წუთისოფელია მტერი და გარბიან ფიზიკურად. არა, წუთისოფელი აქ არ არის ნახსენები ცუდად, ნახე ვახსოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა, ყოვლი შენი მინდობილი. მეორე ადგილას წერი იმიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერი, მინდობაშია პრობლემა. შენ ენდობი ამ სამს, რომელიც ზედაპირ ამაზე აგებული, შენს გამჩვენებასთან, თვალის, ხორცის გულისხმის და პატივმოყვარეობის და ამან შექმნა სისტემები და სტრუქტურები, პოლიტიკური, რელიგიური, რაც თვალით ინახება, რაც გაიაზრება, რაც გაცნობიერდება, თურმე ეს არ არის ის ნამდვილი, ეს არის ზედნადები, ზევით ჩემი შექმნილი, ჩემი გაჭაჭვით, საკუთარი ტვინის მინდობით. აი ეს არის ამარტია, ცოდვა. ჩემი ახლა მე იმას კი არ უნდა მოვუნდა ამ მდგომარეობაში, რომელსაც კვებავს ეს საკუთარი თავის მინდობა და ეს სისტემები შექმნა, სანამ სისტემის წევრი ვარ და შიგნით ვარ, მე როგორ შევწვდი სისტემას? მითხარ. როგორ შიდა რეფორმებით, პოლიტიკური სისტემებით ცვლილებით, მაგიტომ არის ისა მაცხოვარი არ მიდის პოლიტიკური სისტემებით, არც რევოლუციაზე მიდის, არც სოციალურ რეფორმებზე, არც განკურნებაზე, ძალით აზრი არა აქვს. განკურნა ეგ რა თიკეთუროვანი და 9 წავიდა ისე იგივე საქმე გააგე. დააპურა 5000 და ისე პურს ეძებდა მუქთაპურს. აზრი არა აქვს. იმიტომ რომ სისტემის ნაწილი ხარ, რა უნდა მოხდეს, სისტემა უნდა გაუქმდეს, ჯერ შენ უნდა მოუქმდეს სისტემას, თუ გიდა სისტემაზე იმოქმედო. ეს უკვე კვანტური ფიზიკაა. აინშტაინს აქვს პრობლემა სადაც გაჩნდა, იქ ვერასდროს ვერ გადაწყდება. ჩვენ უნდა გავიდეთ ამ გარედან შევხედოთ და მერე შეგვიძლია ვიმოქმედოთ მაგაზე. თორე სადაც გაჩნდა ეს პრობლემა, იქიდან ვერაო. ანუ ქრისტე გადის ამ წუთისოფლიდან, სამჯერადი გამოსვი, უკვდება. რას უკვდება? ცხოვრებას კი არა. ხეები, ფრინველები, ჩიტები, ადამიანები, სახლები, ზეები, თვარე ეს კი არ არის წუთისოფელი, კაცო. ურთიერთობა და ის ბადე, რომელიც წენაზეა აღმოცენებული. მართლად უთქვამთ მეცნიერთა წენაო ჭირთა ბადე. ეს ჭირთა ბადეა წუთისოფელი, რომელშიც ფართხალით ყველანი ჩვენი ტვინით შევქმნით, მოგხსოვეთ, გავიჭაჭეთ. აწეული მდგომარეობა ცოტა აი, როგორ გითხრა, აი ღვინოს რომ რა ქვია ქვევში ღვინოს რომ მოიკიდება ზევით, აპკი თუ რაღაცა ქვია, ან დავშვათ რომ ვთქვათ, ხაშლამას რო ხარშა რა. და მაგრამ იხარშება რომ წამოვა ყველაფერი რაც ის აქვს. ამ ხაშლამას ედვედი და ქაფს რომ მოიგიდე ამ ხელას სქელია ქაბი ხან და ხან რამდენჯერმე გადაიღებენ ხოლმე გადაის აი გული ჯამში დამიგროვდა ჭვარტი მოგისგიზე სიყვარულის გამო მეთქი დაახობით ეს ქაფია წუთისოფელი ქაფია მაგრამ ამ ქაფში რო ვარ იმის შიქით იმდენად დატყვევებული ვარ თუ რომ უკვე ძალა არა გვაქვს წავართოთ ამას თავ ხოლო ის ჭეშმარიტება რაც გვახსოვდა უკვე გადაიქცა უკვე რადიცი წარსულად იმ გაგებით რომ რაზოს არ განმორდება ბავშვურ ნევროზად მაგრამ დაუბრუნდები ესე იგი მონანიების ხო აი ახლა მე ცოდვისმიერ მონანიებაზე ვერ დავასრულო რაზომითაც ბოდიში ჯობია უყურე რაზომითაც ეს გადაცნობა მოხდა ამარტია შესაბამისი არის მონანიებე მეტანოია ებრო აქაც აქტია მეტანოია ზოგს გონია მონანიებე არის ბუზი მოვკალი და აწი არ მოკლა ბუზი. რამ მოკლა ბუზი? რატომ მოკალი ბუზი? რა აზროვნება გააჩენია ეგ? ერთი ქალი მაშულოდა მოწმუნე რა. და უბობების ქსელს რო ასუფთავებენ ისა ცოცხლზე რო წამოაგებენ რაღაც დიდი მას ჭოქს, რაღაცა ჭოქს და რო ასუფთავებ ჭერიდან რაღაც ქსელებს უბობას ერთხელ და ლოცულობს ახმეთ როგორც ამ ქსელებისგან ვასუფთავებ ამ ოთახს ისე გაწმენდი ჩემი გულიო ცოდვებისგან. კიდე გავიდა ორი კვირა, კიდე აკეთებს და ნუ რამდენჯერმე რომ გაიმეორა, დერდა ისე მოხსოვ ობობა. და ხმა გაიგო ქალო ის ობობა მოაშორე და დამასვენა მე და შენს დაისვენე. აი საძის ობობა, აი ობობა ამარტია. აქტი გამურდებული მე ნებად გასყველგან. ნებად გასყველგან ადამიანს უდურეს სოდვილსაც ნება არ წაერთმება. ის იმ მდგომარეობაში ხო ნებით ირჩევს ყველაფერს. აი გასულ ფრანგზე რო ვილაპარაკე ვიქტორ ფრანგზე რომელსაც 4 წელი იყო საკონცენტრაციო ბანაკებში ფსიქიატრი და თავის თავს ასწავლობდა სამა. ყველგან ადამიანი იქცევა თავისუფლად იმ გაუსაძილისშიც კიო. იმიტომ ნებდება და ტკდება რომ არ აქვს ნებისყოფა და სიცოცხლის გაგრძელების მიზანი არ იცის რა არის. აი ამიტომ აქ ლოგოთერაპია რო ვისაც ქონდა მიზანი თუ რისთვის უნდა გადარჩენილიყო ყველა გადარჩა. აირჩია სიცოცხლე და ვინ ტკდება ირჩევს სიკვდილს. თორე ადამიანში აი როგორც ჰემინგუეის აქვს ადამიანის დამარცხება
შეუძლებელია განადგურება შეიძლება გაანადგურო ფიზიკურად, მაგრამ ვერ დაამარცხებს შეუძლებელი რატო? ის ღმერთია ბუნებით და ვერ შეცვლი მის ბუნებას, ვერაფერი ეს ასეთი, ამიტომ საიდან მაშინ ლაჩრობა, საიდან ამდენი ლაჩრობა არის მისი არჩევანი. უბრალოდ არ აწყობს უკარმიდის იქიდან ირჩევს რომ ლაჩარიყო ლაჩრობით გადაირჩინოს თავი. იმიტომ რომ დააკვირდა სისტემა დადო სასორზე, რომელიც ჯობია ახლა მე გავბედო და თავი შევაკლა და ნაღდასაშიში თუ დაუშვათ ვითხოვო გადარჩენა და იქაც გააჩია რადევს სასორზე და ადამიანი იცი, ანუ ეს ისეთი კომბინაციები ურთულეს ყველა ვარიანტში ადამიანი განწერულია თავისუფლებისთვის. იმდენად დიდია. შესაბამისად, თუ კი აი ახლა დავასრულებთ ეს მონანია ეს ანუ ცოდვა თუ არის აი დაშვება საკუთარ თავის შექმნილი სისტემა ჭირთაბადე გავანივთე მე ამ ნივთებს კი არ ვებძი უკვე გამკურვებულს ანუ გამკურვებულს ვებძი მაშინ როცა პოლიტიკურ სისტემებს ვცვლი ერთ რევოლუციას მეორე მოყვება ერთ არჩევნებს მეორე არჩევნები ეს რელიგია მაგრამ ეს ყველაფერი შიგნით არის ეს რო შესაძლებელი იყოს ყველაფერმა ამას სისტემის შეცვლა მაშინ ქრისტე გააკეთებდა, მაგრამ ათასობით წელია ყველაფერი იღება და სისტემა უცვლელია. მდგომარეობა ადამიანი მაგრამ ნებაზე ჭირდება რომ კითხო. იმიტომ ზამნიშოვანია თუ დაგამთავრებია. აი ახლა ორი წუთი მაშინ ისე უკვე გვედები რომ არ გავარ. მონანიება მეტანოია ნიშნავს რა თუ ცოდვა ნიშნავს ამარტია აცდენას და აცდენის შექმნილ ამ სისტემებს შესაბამისად თუ გინდა მართლა სისტემა შეცვალო ანუ გათავისუფლდე სისტემას კი ნუ ებრძვი ну შიგნით ხარში ჯერ გამოდის სისტემიდან და ეს არის მეტანოისატე რომელსაც მიმართავს იოანე ნათლისმცემელი როცა ჭეშმარიტება მოვიდა ანუ ეხლა მე გამახსენდა შეცვალეთ თქვენი მიდგომის კუთხე ხო აი მანდარი რავი ხა მომიტივდი და გამახსენდა რომ იუნგი ამბობდა რომ ჩვენ ხვდებით ის რასაც ვებრძვით ალბათ და აი ეს გამოსვლა ჩემთვის ზუსტად საპირისპიროა, ანუ განა ებრძვი. არამედ გამოდიხარ და ამ გამოსულიდან რაღაცნაირად სხვა პერსპექტივიდან უყურებ ისაც შექმენი. შეგიძლია უკვე ანალიზის უნარი გაქვს, დაკვირვების უნარი გაქვს ფლოპ სიტუაციას. უკვე და ის შიგნით რო ხარ შენ ვერ ხედავ. ანუ ეს სისტემა უნდა მოგინელოს. უпростоრა შენ უნდა მოინელოს სისტემა. აი ერთი ის გამახსენდა ამირანი რომ გველეშაპი რო გადაყლაპავს შიგნით ყავს უკვე და პატარა ცოტა ახლოს მიახლოვე მიკროფონი თორე შეიძლება პატარა დანით გამოჭირს და ანუ ეს გადაყლაპა ირონა რო გადაყლაპა ვეშაპმა რო დაახლოებით სისტემას უნდა გამოიყო აი ესოც ამას აკეთებს გამოდის ჯერ ნათლობა მე რო udab და მე შემოდის უკვე და ეს ხომ ის ხო პრინციპი ესო ჩვენშიც იგვენდა შეიძლება მეტანოი რა არის ნუ ცვლით ცხოვრებას არამედ შეცვალეთ ცხოვრებისა თქვენი ხედვის კუთხე ნოის გონება მეტ არის იქით ეს არის ნებელობითი აქტი და არა უშუალო ჩადენით ცოდვა სამწუხაროდ რატომ არის წლებით ინანიებს ადამიანებს ჭყალებში ოღონდ ერთ და იგივე ცოდვით მოდის ეკლესიაში აი მონაწერი აი ეს ქედის და კი მაგრამ რა ხდება მოთხარ 10 წელი 20 წელი ერთ და იგივეთ მოდის თან არც ცხენია პირიქით შეეჩვია იმას რომ აი გააკეთებს ამას მოვა მოძღვართან ოლარს დაადებს ისევ გაასუფთავებს ისევ სოშის მამაგურა მამაზინ შეანამახსენდა Toyotas მის Toyota დააფუსდა ეს მანქანების ყველაზე დიდი კომპანია იაპონიაში კონდა 5 კითხვის წესი ანუ რაღაცას რო ამბობდი 5 კითხვის წესი ხო ანუ 5 ჯერ უსვავდა კითხვას შეკითხვის აი მაგალითად რაღაცას ამბობდი გეკითხებოდა რისთვის ანუ გეძიებოდა ქვემოთ რა იყო ასე მისმინებოდა და Toyotas კონდა ეს კულტურის ნაწილი კონდა ორგანიზაციული კულტურის რო ყველა უფროსი ქუშერდომი რაღაცეებით რომ მოდიოდნენ საკითხებით სულ ეძიებოდა უკან რადგან სამის უკან ანუ კი არ რჩებოდა ზედაპირზე ამ საუბრის არამედ ქვემოდან სარჩული რა იყო აზროვნება რა იყო მაგაში ეძიებოდა ეხლა რაღაცნაირად დავაკავშირე ხო დავაკავშირე იმ სიასთან რომ ადამიანები მოდიან და ჩადენილ ცოდვებს ინანი უკვე რომელიც უკვე არის სახეზე მაგრამ რა ყვებავს უყურე არც ერთი ცოდვა თავის თავში არსებობა არა აი როგორც მამები ხო ამ ბოროტებას არსი არა აქვს ის მოქმედებს არის მაგრამ თვითონ თვითყოფადი არსი სიცოცხლე არა აქვს
მაშინ საიდან ჩნდება ბოროტება? ბოროტება არის არაფუნქციური, არაჯანსაღი ჩვენი სამყაროს მიდგომის შედეგად გაჩენილი აი ეს ყველაფერი სენკერები, რომელიც არიან და არც არიან. შესაბამისად მათი ძალა რაშია მაშინ? აი გასულს ერთი ზღაპარია ქართული ზღაპარი, დევი რო შემოიჩვია სოფელს რაღაც ქალიშვილებს ჭამ, ნუ მოკლედ. და ერთი ბზეჭაბუკი გაიგებს ამ დევის ძალა რაშია და სადღაც 900 იქით რომელიღაც ფრინველია და მოკლედ. და კვერცხშია ძალა და მოდის აქ, უკან კვერცხი უჭერავს ხელში დევი ამხელა დევი. და აი ამას კვერცხს უჭერს ხელს და დევი ბღავის. იმიტომ დევის ძალა არის ამაში, აბღავლებს, აი ეს ძალა მაშია, მისი ძალა გარედან არის გასო, ანუ რას ვამბობ, ისი აი თუ გიდა აბღავლო დევი და ბოროტება შეაწუხო, შემიძლია გაიგო რა კვებავს მას, სად არის მისი ძალა. თუ შენ ძალას მას მიანიჭებ შუარო, უკვე შიში შენ ვერაფერს ვერ უზამმა. უკვე შენ უკვე კასტრაცია უკვე ავტომატურად დანებდი დამარცხებაზე, იმიტომ რომ ეს წარმოსახვითი სამყაროების ვერაფერს ვერ უზამ, იმიტომ რომ გარეთ გაიტანე, შენ მას მიეცი ძალა, რომ ის არის ასეთი. მაგრამ თუ მიხვდები, რომ მისი ძალა წარმოსახვაშია, მის გარეთ არის, ოღონდ მას აქვს ძალა შენზე, იმიტომ რომ შენ ეს არიცი. შენ ეს არიცი, ამიტომ მას ეშინია ცოდის, მაგიტომ ამბობს რუსთაველი და მაგიტომ არის, რომ თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯავ წუთი სოფელი და რუსთაველის ფორმულა, რომ უცები მოსრის ცოდნეთა, ცოდნა მან ხელოვნება მან. უცები, ანუ ბოროტება, უცები. არის მოულოდნელი მდგომარეობა და პარალიზებული არ უნდა იყო მაგ დროს რა მოსპობს ცოდნეთა, ცოდნა და ხელოვანება, მარვი ფათი, ჯერ ისა დანახვა, დაფიქსირება, ამიტომ და შემდეგ უკვე განეიტრალება. ამიტომ ეს აი ამიტომ უყურეთ თუ კი ერთი მხრივ ცოდნა და ახლა დავასო ცოდნა ისა ცოდვას თავის თავში არსებობა არა აქვს, არამედ ეს არის საკუთარი ტვინზე, საკუთარი გაცნობიერებაზე, მინდობის შექმნილი ურთიერთობა და ბადე, რომელიც გადაეკრა Z64-ს. ეს არის უხეშად რო თქვა, ახლა კარგი რაღაც, აი როგორ გითხრა, რომელი კახეთის საუკეთესო ღვინო დაუშვათ. ბევრია. ნუ, კაი, ახლა მის რა ქვია ხაშმის აფერავი, დაუშვათ ახლა მე რაც გამახსენდა, ან ოჯალეში მეგრუნა, ქვევრში რო არის სუფთა კამკამა, აი რაღაც და აპკი რო აქვს მოდებული ზევით. აი წუთისოფელი არის აპკი რომელიც 64 მოიკიდა და უნდა მოიკიდა კიდეს რომ მე ორში მოთი თუ რაღაც გადავასუფთავოთ აი და ისევ კამკამა 64 მოუკლებლად აი აქვე ამ წამსაც აქ არსად არაფერი იმიტომ რომ 64 არის მარადი აწმყო შეიძლება არ იცოდეს რომ აწმყოა როგორ ფიქრობ არაცნობიერების აი სიცოცხლე მიცის რომ ცოცხალია აი გეკითხები შენ თავის სიცოცხლეა თვითონ სიცოცხლე ცოცხალია, გეგე, მაშინ მეორე კითხვა. თვითონ სიცოცხლე ცოცხალია. ეს ცოცხალია უკვე მე ვაფასებ მაგას. და სად არის ეს სიცოცხლე, ვის უკიდია? ცენტრი სად არის? წყარო სიცოცხლე წყარო. ჩვენ გარეთ არის ჩვენ. ყველაფერში. კაი, იმან იცის რომ ცოცხალია? თავისთავად. წესით დაიცო. კარგი, მე ვარ სიცოცხლე შეუძლია თქვა? რომელში სიკვდილი არ არის. ანუ ეს არის ის რომელიდან ჩვენ წამოვიღეთ აი როგორც წყაროში რო ჩააგდო წყალში რაღაცა ესეთი ღრუბლის ნაფრეთები აი ერთი ღრუბელი გადასაწმედ იმის და 1000ობით ნაჭერება ჩავაგდო ყველა გაიჟღინთება ხომ იწყლით და წამოვიღე ერთი ღრუბელი მაგრამ ის დედა თვითონ თავის სიცოცხლე ცოცხალე თუ მე ღრუბელი ამბობ მე ვარ საშა კაცმანი ეს მე ვარ საშას თუ შეუძლია თქვა თავისთავად მე ვარ არსი არ არის დედა რომლიდანაც შენ როგორც ერთი ნაფრეთი ხარ ოღონდ სრულად ფლობ მე ვარ ოღონდ რაოდენობრივშია განსხვავება ხოლო არსობრივად იგივე სიცოცხლეა არს შესაბამისად აი ეს მანძილი თავისთავად სიცოცხლე არსებული იმას ის სულ გამჭოლავს ყველაფერს მამების მოძღვრებითაც ასეა რომ მოუკლებლად არის ღმერთი ჯოჯოხეთშიც კი და უფრო მეცაც კი ატყვის ის ჯოჯოხეთი სამ ყველაფერი აქ არის უბრალოდ ჩვენ არა ვართ აქ და ვქნით მე სისტემებს სადღაც რაოდენობაში წარსული სივრცე ეს ყველაფერი ტერმინებია რომელიც აი სულიერ სიმბოლოთა ენებზე ეს არის მდგომარეობები და არა ტერიტორიები და ანდა დრო და სივრცე მამაგურამ წავედი გადატვირთვით და ესა გაქვია ვაცალოთ მომზადება ჩვენი მამაგურამ ნებაზე მინდა კითხო იმიტომ რომ შენ ცოდვის კონტექსტში ახსენე ნების ფენომენი მაგრამ მარტო ცოდვას ხო არ უკავშირდება დიდი ფენომენია და აი ეს ნებელობა მე ხა განათლებით იურისტი ვარ მათ შორის არ შეგიძლია შენ ნების გარეშე პასუხისმგებლობა დააგისო პირს ანუ თუ ნება არ არის
და ვერ უმტკიცებ, რომ ადამიანის ნება იყო ჩადენილი, თქვა დანაშაულის მიღმა, პასუხისმგებლობის ინკრიმინაციას ვერ ის. შერაცხადი არა. ხო. ხო და აი ამ ნების ნებაზე თვითონ როგორც ფენომენი ეს ნება ისო არჩევანის გაკეთება შემიძლია, რომ ნება ჩემია, რომ ეს თავისუფლება, რომელიც არის მოცემის ხელში, ფრანკლის სიტყვები მახსენდება, შენ უბრალოდ ახსენე ფრანკლი ბევრჯერ. ვიქტორ ფრანკლი ამბობდა, რომ ჩემი თავისუფლება დევსო მოვლენას და ჩემს რეაქციას შორის. და რაღაცნაირად აი როგორ პოზიციას დავიჭერ მე ამას. რადგან საერთოდ შემიძლია მოვლენა რომ მოხდება, თუნდაც დავაპაუზო კაბალისტურად რო ვთქვა, პაუზა ავიღო, ხსოვს კაბალას სწავლობდი, ერთ-ერთი პირველი ინსტრუმენტი იყო პაუზა. ნუ იზამ, ნუ რაფერს. ხო, ეგ არჩევანია და კარგი ისა, ეგეც მოქმედებაა. ხო, ანუ შენელება რეაქციის, იმიტომ ჩემი ტვინი ხო სწრაფია ის რაღაცა მოვლენაზე, ეგრევე რაღაცა ისტორიას იგონებს. უცბად. მაგდროს დაცდა ჯობია, ხო? სხვადასხვის რომში იყო ეს წესი, რომ 48 საათის განმავლობაში საჩივარს ვერ წერდი. მართალია, სხვადასხვა ძალიან ჭკვიანია. რამდენს უნანია მე ემოციის ფონზე რომ გააკეთა რაღაცა მე უკან არ ვერ აი მაგათაც ჩვენთან ოჯახურ ძალადობებზე ძალიან ეს მომენტები ხშირია. უცბად ხალი ან ოჯახის წევრი შეიძლება იმ მომენტში და გადადის დრო ცოტა და მე უკვე რო შეცვალოს ისა უკვე თვითონ ამასაც არ შეუძლია უკვე რახან პირველად საჩივარი დააწერა. ხო და რა არის ეს ფენომენი ეს ნება და რისთვის მოგვეცა? ნება ალბათ ერთადერთი ანუ აი ისე ვიქავდებით პიროვნება რო იყო აი რომელიც შეხო თქვით რომ პასუხისმგებელია თავის არჩევანზე. ეს არის ალბათ ჩემში ის რაც მატერიაზე ამაღლებული ღმერთობა ალბათ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მთელი ჩვენი ისტორია ბატალიები ადამიანის აი მიდის ბრძოლა იმისკენ ხო სად გადის ეს ვარი ანუ ადამიანი როგორ უდგება ამ ნებას არის კონცეფციები რომელიც თირანა დათავისუფლება ადამიანებს ამ ნებისგან ვერ უძლებს აი გასოს იმას რომ ტექსტვა სვაბოდი ერეფრონს ეს ნება იმდენად დიდია და იმდენად ადამიანს არ შეუძლია მას უპასუხო არ არის ათვილი აი იმიტომ რომ და მიყვე მას და მუდმივად უნდა იყო პროცესში და ამიტომ ვიღაცები ყიდი არის როგორც აი მიწები რომ გადავონაწილოთ ვიღაცებს ხო და შეიძლება მე ვერ ვამუშავებ ამ მიწაზე მოდი რა შენ და პატარა რაღაცა მომეცი იქიდან და შენ და შენ ამ შეგიძლია მიწი და მილიონები იშოვო და მე მომცემ პატარა რაღაცას ხო ანუ გაუშვი შანსი ხელიდან ამიტომ ეს ისეთი თვისებაა ჩვენი ერთადერთი რომელიც გამოყოფს ყველაფრისგან და ქმნის პიროვნებას და მთელი ერთადერთი ალბათ ეს არის ნება რომელიც არის ჩვენი ბუნება ეს თვისება ეს არ არის არჩევანი არ არის აი იგივე ფრანკლი ამბობს ეს არის ადამიანი უპირობოდ ანუ თვითონ განწირული ამის ეს მისი თვისებაა ეს ანუ როცა ის თავისუფლებაზე უარს ამბობს თავისუფლებით ამბობს უარ აქაც ნება როა ეს რო არ კონდეს ის ვერ იტყოდა უარს ნახე რა ხდება იქ რო წახვიდე ყველა მისი მოქმედება მაინც არჩევანით გამოდისო ნევროზიც კი იქაც კი არჩევანი არის იმიტომ იმას არ უნდა რაღაცა მიიღოს გაიგონოს და ამას ირჩევ შეკვეთა თვითონ მისცა და მე იმან მოქმედება დაიწყო და დაუბრუნო გონება მაგრამ შეკვეთა ამან მისცა ამაზე რომ იმას ასე ემოქმედა რომ ასე აწყობდა და შესაბამისად უკვე მე ნევროზი მაქვს მე რა ვქნა ჩემი ბრალი არ არის ეგ ჩაჯდა მაშინ მაგრამ აქაც ნახე სადმიგისე არ არის ადვილი და აქ არის სწორედ ეს, იმიტომ იყო ეს ყველაზე ძვირფასი აი ჩვენ რო ვთქვით ადამიანის შექმნა, აი სად იწყება ადამიანი და ღმერთი ადამიანს რო ქმნის, რატო ქმნის ამ ქმნილება, ან აუცილებლობიდან შექმნა, ახლა ზოგი ამბობს რომ ღმერთი მოიწყენდაო თუ მეორე სხვას არ შექმნიდაო, მაშინ ღმერთს ვინ ეთყოდა რომ შენ ხარ, ნუ ახლა ეს ადამიანის ჯერობებია. აი ეს უკვე ღმერთი არ არის მაშინ შენ არ როცა ღმერთს ბჯერობ, ამიტომ არის ძალიან ის არის ჩვენშიც არის მართლმადიდებლებში აპოფატიკა, ანუ არაფერი არ უნდა თქვა ღმერთზე და უფრო მეც სიტყვი ამით ვიდრე შემოსაზღვრავდა ებრაელს პირდაპირ ეკრძალებათ, იმიტომ რომ იქ ხო ქრისტე არ იყო გაცხადებული.
ჩვენ ქრისტეში ღმერთი ვნახეთ უკვე შეგვიძლია ქრისტე ამბობთ მე და მამა ერთივად მამას გავიცნობ ქრისტეთი მაგრამ მათ რაღაც ეს არ იყო ისი ამბობენ რომ ის ერთი არის აკრძალული ღმერთზე არაფრის თქმა არ შეიძლება მაშინ რატო ქმნის ღმერთი სამყაროს აი აქ უკვე არის ალბათ კი არა ამაზე იქით აზროვნება ალბათ არ წავა კონცეფცია მოდელი რომ ქმნის იმიტომ რომ უნდოდა განეცადა სხვას ის რაც მას აქვს თვითონ ეს არის საკუთარი თავის შეცნობის ტკბობა ნეტარება თვითონ რომ მე ვარ ყოფნა რომელიც ნეტარებაა თვითონ იქ სიკვდილი არ არის ნაკლებობა არ არის არც მოწყენა არც არაფერი არ არის უბრალოდ ტოტალური ყოფნა თუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ის გამოდის თავის თავიდან იღურება გესმის მას ნაკლებობისგან ან აუცილებლობისგან კი არ ქმნის სამყაროს თავის ყოვლის შემძლეობით ან ნაკლებობი არა ქმნის მოსურვებით აი როგორც აი შერო თქვა რომ მოდი ამას გავაკეთებ ანუ შეგეძლო არ გაგეკეთებინა და ამიტომ ადამიანში უნდა გადაწყვეტილოს სუსტად ეს როგორ უნდა შექმნილიყო არსება რომელიც ნება ექნებოდა იმიტომ თუ ნება ღმერთია თვითყოფადია პიროვნებაა თუ ნება არ აქვს შეცხო თქვი რომ შეურაცხადია დღეს არის მაგალითად ცნობილი მეცნიერები ფილოსოფოსები აი საპოლსკი მაგალითად ძალიან პოპულარულია დღეს ამბობს რომ ადამიანი არ არის შერაცხადი ყველა მისი მოქმედება გამომპირობებულია რაღაც ბიოქიმიური პროცესების საუკუნეების მანძილზე და აი მაგალითად ორსული ქალი როდესაც ის არის რაღაცეები ემართება მას ის კაციც რომ მოკლას რაც არ უნდა გააკეთონ ის არ არის შერაცხადი არ არის მტყუანი არ არის დამნაშავე უბრალოდ ციხეში იმიტომ კი არ უნდა დავსვათ რომ მტყუანი არის იმიტომ რომ სხვაც არ დააზიანოს მეტი არაფერი ანუ მოქმედებაზე პასუხს არ აგებს ადამიანი შესაბამისად ვინ არის ადამიანი აი აქ უკვე ან საპოლსკი და მეორე ფრანკლი პირიქით ამბობს უკიდურეს ესე იგი არადამიანურ პირობებში ყოფის ეს ფრანკლი ამბობს რომ იქაც თავისუფალი ადამიანია და აქ კიდე გეუბნება რომ საერთოდ არჩევანზე არ აგებ პასუხს შენ არაფერი არა და მე ფრანკლი ამბობს რომ ბევრიო დამნაშავეო რომელსაც მისმა ადვოკატებმა გაამართლეს უარს ამბობენ რომ გამართლებას იმიტომ რომ როცა იცის რომ დამნაშავეა ის ვერ უძლებს ამას უკვე მას ურჩევნია რომ იყოს პიროვნება რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე აი დავაშავე ხომ რაღაცა მოხდა და მე უფრო მეტად ადამიანი ვარ თუ კი მე ვიღებ პასუხისმგებლობას ვიდრე რომ მე საერთოდ წამართვან არჩევანი არის მე მითხრა რომ აი შენ ეს რო გააკეთე ის რო გააკეთე შენ არჩევანი არ ქონდა ეს შენ არ ახლა შენ ბრალი არ აქ ადამიანი კვდებაო მაშინ ვირჩება ადამიანისგან არარაობა აი ქვაც კი არ არის ქვასაც კი ვთხოვ ჩვენ პასუხს ის კი არა თუ მე რაღაცა არ გამიმართლა იმ ქვამ რომ ავიღე და ეს ამისთვის მინდო თუ არ გმა შეიძლება სიბრაზით გადავაგდო როგორ შეიძლება ადამიანი და ამიტომ არის რომ ადამიანი ღმერთმა გარისკარო ადამიანის შექმნა ამიტომ რომ თუ ნებას მისცემ და ერთ ადგილას ავიღეთ საოცარი რაღაცა რა არის სიყვარულია ანუ სიყვარული ნამდვილი სიყვარული არისო რომ მისცეო ძალაუფლება სხვას შენი განადგურების და გჯეროდეს რომ ის ამას არ გამოიყენებს ამხელა რისკია ხო მე რო ისე გენდო შენ და ისეთი რაღაცა გაგანდო რომ თა შეგიძლია მარტო მე და შენ გვეცოდი რომ გამანადგურო აი გაგანდე რაღაცა და გენდე აი ეს თუ ეს დაიკარგება მაშინ მექანიკაა სამყარო აი ღმერთმა მექანიკა კი შეექმნა ყველაფერი იყო მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანისთვის შექმნა თვითონ ხო ადამიანი ის არის ვინც აი გარისკაო ღმერთმა ამიტომ წერია ნუ ახლა ეს ადამიანური იმით ვამბობთ რომ მას აქვს არჩევანი რომ გაანადგუროს ღმერთი ანუ თქვას ღმერთზე რომ არ არის ღმერთი მაგრამ ღმერთი ენდობა და ამიტომ ეს ციკლი იმიტომ იყო საჭირო დიდი ამიტომ არის რომ ჩვენ ადამიანზე სულ მოკლეას რომ ეძახით ქართველები და სიყვარულის პირველი თვისება არის სულგრძელება მაგალითად რუსულ თარგმანში წერია любовь долга терпит любовь милосердствует ეს უკვე ორია და ბერძნულშიც ასეა და ქართულში იმან რა ქვია გიორგი მთაწმინდელმა ეს ორი თვისება ერთში მოაქცია სიყვარულს სულგძელ არს დატკბილა ან სულგძელია დატკბილა კი არა თკბილად სულგძელებს, ანუ სულგძელება თკბილი რატო ბოლოს ხედავს. ამიტომ შეუძლია მოითმინოს. აი ვინც ბოლოს ვერ ხედავს, რისკენ მიდის ეს ადამიანი, ვინ არის, საიდან მოდის, ის უკვე სულმოკლეა რატო? იმიტომ რომ ამ მდგომარეობით აფასებს და ამიტომ ვერ პატიობს და ღმერთი რატო ასულგძელი? ეს ახსოვს მას იქ თავში და ისიც იცის სად მივა მომავალში. ამიტომ ჩემი სიყვარული შენს მიმართ სულგძელია. და ტკბილია. ტკბილად სულგძელებ, ანუ კი ვითმენ, კი მაგრამ ტკბილად, იმიტომ რომ ბოლოს ხედავ.
აი ესეთი ის არის ადამიანი მიჩენილი, ამიტომ ეს რო განვითარებული რო ჩვენ რო ვთქვით რომ ადამიანს ეს მისცემოდა ნეტარება რომ ის ღმერთია რო აჩუქა სად გადაწყდებოდა არასრულყოფილებაში ანუ და როდესაც ადამიანი გარეს გახმეთო ნება აქვს მობრუნების და ნება აქვს უარის თქმის ვინც მას ეს სიცოცხლე მიანიჭა და განგება უტოვებს ასპარეს ადამიანს ქმნის მატერიალურ სამყაროს სპეციალურად, იმიტომ რომ თუ მატერიალური გარსით არ გადაიფარებოდა ადამიანი, მაშინ ღმერთის თანდასწრების ქვეშ ადამიანი ნებას ვერ გამოხატავდა. როგორ გამოხატავ ხარ ნებას, ან თავისუფლად როცა დატბორილი ხარ სინათლით და სიცხადით. მე სივრცე მინდა. სადაც მე შემიძლია უკვე არჩევანი გავაკეთო და არჩევანი იქ არის, სადაც დაბნელებაა, სადაც შუქის მოკლებაა, თორე თავისთავად არჩევანი უკვე არ არის. ამიტომ ადამიანს თავში ქმნის ღმერთი, რომელსაც თითქოს არჩევანი არ აქვს, იმიტომ სიცხადის ქვეშ არის 60-ში და შემდეგ ხდება უკვე ბნელდება, რაღაცა იწყება. მაგრამ სამაგიეროდ აი ეს დაცემა უკვე შობს უკვე უფრო დიდ მდგომარეობას, რომ დიდი პრობლემების შემდეგ ადამიანს აქვს შანსი მოძღების შვილივით, დრო გაცნობიერება მოიტანოს, გაცნობიერებულობა შეიძინოს, თვითონაც ღმერთია უკვე და ის შეგნებით, გაცნობიერებით უყვარს ღმერთი. აი რა უნდა ღმერთს, ამიტომ სასწორზე რომ დაიდო, როგორი უნდა შეექმნა სამყარო ადამიანი, დაუშვათ ნაკლები ან რაღაცა მართული კანონებით და შეურაცხადი, ესეთი რადგან გალაქტიკები მორჩილე მე რო გითხრა, თუ ღვთისღაატის მაშინ უკვე რისკია, შეიძლება გავიდეს ორბიტიდან. იმიტომ რომ მე გვანიჭებ თლიანი თავისუფლება, შეიძლება შენ ჩემზე უარი თქვა, მაგრამ აი ზუსტად ეგ არის სიყვარული და რისკი. რომ მე ზალოფლება შენ მოგანიჭე და მე მჯერა შენ. მე მჯერა შენი რომ და როგორ მჯერა რომ მიუხედავად შენი დაცემებისა, უარყოფებისა, იქაც ვხედავ ბოლოს რომ შენ მოხვალ აქ აი ჯვარზე რამა თქმევინა ქრისტეს მამაო მიუტევა მათ არიციან რასაკეთებენ და მოვადრო რომ გაიგებენ და ამიტომ სიყვარული ყოველთვის სუგძელია სიყვარული ყველაფერს იტანს ყველაფერს ჯერა ყველაფრის იმედი აქვს ყველაფერი სწამს ბოლომდე ჩვენ სულ მოკლეები ვართ და ვაფასებთ იმით რაც ახლა არის და მე ის უკვე გადის და აი ამიტომ ალბათ აი ეს ნება იქამდე მივყავართ ღმერთს რომ ეს ჩვენი იყოს რასაც ვაკეთებთ და თუ ჩვენს ბუნებას დავაკვირდებით უნდა ბევრი რამე უნდა გადავაფასოთ რა არის ჩვენი და არის გარედან მოტანილი რა არის ის რაც ინერციით ვაკეთებ იმიტომ რომ ასაკეთებ და ჩემი მშობლები ესეც სიკეთეა კი რა თქმა უნდა იმიტომ იმათი მოხვეჭილია და ჩვევად გადამექცა ეგეც ჩვენი მოპოვებულია ჩვევად რო ვაქციის სიკეთე რომ დაუშვას თუ მარს ასე მოიქცე აქ სულაც არა ვარ მე შეურაცხყოფი იმიტომ მე ვიყენებ ამას ამ გამოცდილებას რაც შემოჯახშია დიახ და თან მით უმეტეს თუ გავასწრებიერ მაგრამ კიდე უნდა წაწიო ყველაფერი წინ ალბათ ანუ თავისუფალი ნება არის ხატად ქმნილების ესეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ასე გავიგე ალბათ უკვე ინსტრუმენტი კი არ თვითონ უდრის ნება თავის ამას არსებას პიროვნება აი როგორც მე როგორ წყალი უდრის სისველი წყალს ხო სისველი არა აქვს შეიძლება წყალი წარმოვიდგინოთ რომელსაც აქვს სისველი წყალი უდრის ნება ადამიანი დიახ აი თვისება ნება ეს არის პიროვნება მე ვარ ნება ვარ მე ვერ დააშვერება რომ ქრისტე რომ მე ვარ ჭეშმარიტება ქრისტე არ მოს მე ვიცი ჭეშმარიტება ან მე მიგიყვან ჭეშმარიტებას ან მე ვარო მე უდრის იქ პერსონალ თარგმანში ორიგინალიდან არის მე ვარ არის ჭეშმარიტება ერთ მდგომარეობა არის ჭეშმარიტება მე ვარ უკვე ანუ ხარ შენ საერთოდ ან ჩვენი ყოფნისკენ მივდივარ უბრალოდ ყოფნა და არ ყოფნა გითხარი ყოფნა არსებობა კი არ არის უბრალო არსებობა მე რო გითხარი რომ თვითონ იმ სიყვარულმა სიცოცხლემ ანუ ყოფნა თუ ყოფა არა ყოფა არის უფრო მოქმედება ყოფნა არის უკვე ასრულება ყოფნაში ყოფნა არ ყოფნა საკითხავი არის ეს არის რას ნიშნავს მან ყოფნა რა ყოფნაზე ელაპარაკი უბრალოდ ყოფნაზე თუ კმაობაზე სისავსეზე ყოფნის ანუ ყოფნაში ყოფნა თუ ყოფნა არა გაქვს შენ არ ყოფნაში ხარ არ ყოფნა არის ნაკლებობა ანუ სიკვდილი ნაკლებობაა სიკვდილი ბიოლოგიურად მდგომარეობა კი არ არის რომ არაფერი არ არის როგორ შეიძლება მაშინ განიცდიდე იმას რაც არ არის სიკვდილი არის რომ განიცდი ამ ნაკლებობას ხარ და არ ხარ ანუ ნაკლი მოკლული შეკვლულება იქ ყველგან ასეა უბიტი რუსულად და წასული და ამ უბიტ არის გაიყვანო არ არის აქ უკვე წავიდა ანუ მოკლებულია ანუ
სახარებაშიც ადამიანს მკვდარი ქვია, იმიტომ კი არის ბიოლოგიური მკვდარი, თქვენ დანაშაულთა გამო მკვდრებიო. ქრისტიანობა ჩემს სიტყვას ვინც გაიგებს, გაცოცხლდებაო, აღდგება საფლავიდან, საფლავის სხეულია, აქ არის ლაპარაკი არსობრივზე. იმ არსს რომ მოკლებული ხარ, ეს მოკლება არის სიკვდილი. შესაბამისად, არ ყოფნაში რომ ვარ მე, ეს მას არის შესო არ ვარ. უпростоრად არ ვარსებობ. არ ყოფნა ნიშნავს ყოფნა მაკლია, ანუ ყოფნობა, ანუ მე ვარ ეს მაკლია. ხარ შენ, აი ქართველი ეკითხება მაგალითად, აი როგორ ხარ? და როგორ ხარ, ანუ ხარ საერთოდ, ანუ ჩვენ უყურებ მთელი ჩვენი განვითარება არის რომ ვიყო. ვარ, მაგრამ ნაკლებად ვარ, ჩემი ყოფნისკენ მივდივარ, რომ უკვე ვარ, უკვე მოვედი, უკვე გონზე ვარ, უკვე აიყოფნა რა არის. ვარ უკვე. მანამდე არის გზა აქედან გამოდი, აი ეს ვარ ღმერთია, მაგრამ ღმერთმა როგორ მომცა, პირდაპირ რომ ჩაერთო მე ვარ, ჩემი დამსახურება არ იქნებოდა და ამას ებრაელები ეძახიან ხლებს ტიდა ასე, სიცხვილის პური. ამიტომ არის რომ არ არის კეთილი ფუტკარი, რომელსაც თაფლი მოაქვს, ბზე, რომელსაც უგინათებს, რასაშავებ. არა, იმიტომ რომ ის გარედან არჩევანი არ არის, ამიტომ სიცხვილის პურია. ისინი ქმნილებები არიან. ამიტომ მათ ასე არ ვამბობ ჩვენ კეთილები არიან. ანუ პოტენციალი არ არიან, რეალიზებული პოტენციალი არიან. აი, ამიტომ ღმერთი ქმნის ადამიანს პოტენციაში. ხატება არის პოტენცია, და მიმსგავსება არის პოტენციის რეალიზაცია და გამოყენება, ეს მე დამიტოვა. ამიტომ ისე ვიქრო დაუბრუნდეთ ახლა იმ ნებაზე რომ ლაპარაკია, ხო? ადამიანი განწირულია, რაც ვერ გაექცევი. ნუ ადამიანი შეიძლება თავის ნება გაყიდოს კიდეს, მაგრამ ახას ნებით თვითონ აგებს მაშინ ამ გაყიდვაზე პასუხი. მაგრამ მისცა ვიღაცას თავის ნება აღარ მინდა დაემონა, ნუ სისტემას, ავტორიტეტს, იერარქიას. იქით გაფრთხილებ, ნუ გახდებით ადამიანთა მე გაგათავისუფლეთ თქვენ. მაგრამ ახას თავისუფლებით მოქმედებს. ამიტომ შენ ეს ნება, აი მაგალითად როგორ გითხარი, რაღაცა ხო გითხარი ის რო არის სააქციო საზოგადო კოოპერატივი მიწები რო ქონდათ რაღაცეები და ვიღაცა მისცა რა აღარ მინდა გაყიდა იმას მისცა შეუერთა მას შეეძლო თვითონ გადაემოშოებინა და იქიდან რაღაც გროშები აიღო და ყოფნის ეგ აი ცხოვრებას ასე ყიდის ადამიანებს წყალებ ცოლიშვილი კარგი სამსახური რაღაცა კიდე რაღაც რა მინდა მეტი აღარ მინდა მეტი აი ის თავისუფლება არ მინდა რომ განხტობის მივემსგავსო იმას არ მიდის უკვე გაივაკა სადღაც წავიდა და აი ის გამახსენდა ისა ფარვანა ასე ფილმი მაჭირო კურსულად ხო იცი უადო პატიმარიოთი სამუდამო პატიმარია და მეორე ცნობილი მსახიობი სათვალით რომ თამაშობს იქ ცნობილი და გაიქცევიან ეს ვერაფერი ვერ აკავებს ამ ერთს ფარვანა იმიტომ აწერია რომ თავისუფლება უყვარს რებს სად არ სვამენ ჯურღუმლებში აწამენ მაინც გარბის ყველგან და ბოლოს სადღაც კუნძულზე გადაასახეს იქ სადაც ბაბილონი შეო გამახსენდა ფილმი ფარვანა მაჭირო კურსულად კი და ისეთი ადგილია კუნძული გარშემო საერთოდ დასტინ ჰოფმანი თამაშობს და დასტინ ჰოფმანი საერთოდ არ არის გემის კი არ უახლოვდებიან ანუ სიკვდილია რა ფაქტორი ხელი უნდა იყოს ალკატრაზზე არის მე მგონი თორცდები ფილმი თავდება ალკატრაზზე და იქ ორი ერთ ადამიანში ეს ორი პიროვნება ერთ ადამიანში ორი აი რაც მე და შენ ვილაპარაკეთ რას უზამამ ნებას შე რისთვის მოიხმარ რა გაივაკო და ჭამს სვამ აი სხეულში სანამ ვარ არ დავიკლებ და ამას აკეთებს ის ხოფმანის გმირი იქ მოაშინაურებს პომიდორს დათესავს კი ღორებს მოაშინაურებს კუნძულზე რა გინდა სიკვდილამდე ეყოფა არ მოკლებ ჩვენიერია ხო ის კიდე ეს კუნძული სიკვდილია მისთვის რა თუ და სიცოცხლე რომ ეს სიკვდილი თავდება ის თავისუფლებისთვის არის დაბადებული და სწავლობს ტალღებს იქ მე-9 ტალღა თუ რაღაცა აკვირდება რომ მე-9 ტალღას უკან მიაქვს უკვე რაღაცა და ის გამოიანგარიშებს მე ამ ქოქოსებისგან თუ რაღაცა შეკრავ ტივს იმას შესთავაზებს გადავხდი ის არ გადახდება ვერ რისკავს და რჩება აი ღორები აქ მოშენებული აი რომ შევადაროთ ახლა ის კიდე თავისუფლებაში მოკვდება აი ეს ორი იბრძვის ჩვენში ამიტომ ეს მონობაც მან აირჩია ესეც მისი არჩევანია რომ აი გადაწყვიტა იქ დაწონა და ეს გზა ეჩი ახლა რატო იცავს ადამიანი ამას მე რა ბედი ეწევა როგორ ეს უკვე მე ვნახოთ მაგრამ ოღონდ შემთხვევაში ჩვენ აი აქ უნდა დავაფასოთ ჩვენ ეს შანსი არ გავუშვათ ხელი და რომ ის რომ ღმერთივით თავისუფლება მიბოძა ღმერთმა ვინ არის ეს ღმერთი თავის თავში დასრულებული არსება თვით დიახ მაგრამ ამ თვითკმარობას ღმერთს რო პირდაპირ მოეცეშებ კოლონი ვიქნებოდი შესაძლებლობაში მომცა ამიტომ არის დინამიკა ამიტომ ებრაელებს ეგ ძალება კეთს აყურება
ამიტომ არის რომ ღმერთის სახელი მე ვარ, რომელიც ვარ, არის არაუბრალოდ სტატიკური ყოფნა, არამედ მე ვიქნები ის, რომელიც ვიქნები, პირდაპირ თარგმანით ებრაულში მოსეს რკამა. ანუ უსასრულო შესაძლებლობა დინამიკა და შესაძლებლობა რომ განახორციელდეს პროცესი. ეს არის ეგვიპტიდან გამოსვლა, ეგვიპტე წრე არის 4 დრო. აი ნილოსი წყავს და წელიწადში 4 დრო ჭამასმა, სიკვდილი და მერე საიქიოში რაღაცა. არ ვიცი. და ამას უკვე მოდის მოსეს კვერთხენ ვერტიკალი, აი ვერტიკალი და მერე სპირალი. ანუ ამ სპირალი ამოყავს იმასავით ეს ეგვიპტე. მატერიის გარს იკეთებს, მაგრამ ეს თვითონ ვექტორია, მიზანი. აი ეგ იყო რომ ეს ეგვიპტეში არ იყო. ეს ჩდება ჩვენში. და შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრება აი იმასავით, აი ლობიო საროზე აი ეს შემოუხვევს ხოლმე და მთლიანდება ეს ყველაფერი. ერთი ეს თუ არ არის, მაშინ რისთვის იბლანდება? რა ჭამს, მივდივარ, მოდი ყველაფერში ვიღურები და შედეგი რა გვაქვს, აგერ ხედავ სამყაროს უკვე მართლა დედა არ აყავს. აი უხეშად რომ ვთქვა, აი სანდოპულო დედა ყავსო. სად არის დედა? შფოთის ქვეყანაა, შფოთის ქვეყანა. უზრუნველი მდგომარეობა იყო, როცა დედა ყავდა ჩვენ და ჩვენ ახლა დედაზე უარი ვთქვით, მამაზე უარი ვთქვით, გონება გავიხადეთ დედად და მამად. აი ეს, აი ვიღაცების ტვინი მართველების. და რეალობა სად მივყავართ სამყარო დღეს ევროამერიკულ ცივილიზაციას თუ რუსეთის ცივილიზაციას თუ ჩინურ რას გვთავაზობე? რა არის ადამიანის? აი შენ იქნებ იცი უფრო რაღაცა ჩახედილი ხარ ახლა თანამედროვე ტექნობიზნესში ამაში. რა არისო, რა გვინდაო? რას გვთავაზობე? როგორი ქვეყანა გვექნებაო? როგორ ვიცხოვრებთ? მაგრამ მე მგონია რომ ეგეთი თუ ეს კითხვა ზედმეტია. არა, კითხვა ზედმეტია და მეორეც ერთი იმდენად ასწრაფდა სამყარო, რომ კითხვის დასმის სივრცეს აღარ დარჩა. ანუ ასკრულის სამყაროში ვცხოვრობ. ზუსტად აიო. ეს გახდა სამყარო. ხო და სულის მოთქმის საშუალება ვისაც შერჩა, იქ დაიწყება ახალი რეალობა. და აი გარი ზუსტად მე რო მონანიება იწყება პირველი ნაბიჯების შენელებით. აი ხო მიდის ყველაფერი ასკროლვა, შენ ხო შიგნით ხარ და შენც უკვე ცდილობ რომ ასკროლვაში არ ჩამოჩვი, როგორ მე შენზე ნაკლები სკროლა არ ვიყავ, შენ თუ სკროლა მე სკროლა, აქვავა. და გაჭენებული ბედაურები, რომ დაფეთებული არიან ცხენები, აი საჩიხიდან რომ გამოყარო ცხენები. რემა ცხენები და ყველა მიდი, ყველა შიშო, აი რაღაცა რომ პანიკა რო ატყდება და ყველა გამიცვალებული აღსდგა და ყველამ რო დაიჯერა და და კაცი შეცვლები რა ხდება, აბა რა ბარდაკია აქ? სადა კითხვის დასმის წერტილსაც აი მეორე მოდის და რადოს კითხვაა, გაიქეცი და ბიჭო კითხულობ სად გდე ნემცი უნდა იტიეს ვიღაცა უნდა გამოერკვეს პატარა ბავშვივით ამ ჯგლეთაში ამ ორომტრიაში ამ პანიკებში ამ სიჩქარეში რიტმებში სადღაც მივდივართ ირველი თუ წერტილი უნდა გაჩნდეს წერტილი სამყაროში ეს რეალობა არ არის ეს არის ის მე რო გითხარი აგზნებულობა რომელიც თავისთავად უნდა მოჭამოს აი როგორც მომს კარგად ამბობენ ებრაელები რომ канце времени зло лопнет как мильный пузырь თვითონ გაინადგურებს თავის თავს ეს თვითონ ბოროტება გაიჭაჭება სპეციალურად აკეთებს განგება რატო ვისაო ღმერთიო ადამ იმას ბოროტებას გრძელ საბელზე უშვებსო გესმის და შენ გონია რომ რატო უშვებს ღმერთი რატომ და იმან იცის მაგრამ საბელია მაინც ხანდახან გრძელ საბელზე უშვებს ხანდახან მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი იმისთვის რომ როგორც კი ბოროტებას მისცემს საშუალებას რომ განავითარდეს ის თავის თავს მოჭამს და თუ შეზღუდავს ძალიან ხელოვნურად ის თვითონ შიგნით წავა მაშინ და უფრო უარი აქემაის გამოვლინდება და მე თავის თავს ამორწყავს მე რა როგორც ძირმაგარა მიდის გამოვა ყველაფერი ორგანიზმი და მე გასკდება და აი წუსისოფელი ალბათ აი ორგულობაზე ხო ამბობ შენ გული რომელიც არის ნამდვილ გულზე ამოდებული ძირმაგარა უხეშად რო თქვა მეორე გული ის არც არსებობს ეს არის ნევროზული წარმონაქმნი რომელიც გჭამს და ის დაგვეკარგა ნამდვილი გულის სიმშვიდე სიხარული ის რომ ნეტარება და ეს უნდა გასკდეს წუსისოფელი არის ხო გითხარი ეს ჩირკი აი დაგროვილი ჩვენი ტვინისგან განგება დაუშვა ეს რომ ჩვენ თვითონ შევწუხებულღად იქამდე რომ თვითონ გამსკდარიყო და აი რომ ჩამოიღურება აი არის ზუსტად აპოკალიფსის მეტერაკონიაში ეს იგივეა როგორ ნაჭუჭიდან წიწილი რო გამოდი იგრება იქ რაღაცეები მაგრამ ვინ არის ხა ობივატელიც გონია რომ ის არა ქვია რა ხდება რა ლამაზი იყო ეს ნაჭუჭი კაცო და როგორ დაინგრა მაგრამ პესიმისტი ამას ამბობს მაგრამ ოპტიმისტი წიწილს უყურებს და ის საერთოდ არავის არ დაგიდებს ნაჭუჭს უკვე იმხელა დაიბადა
თურმე. ამიტომ ეს პროცესი, აი პირველი ეს არის საშა მონანიების პირველი სიმპტომი, არის ნაბიჯების შენელება. სადღაც წერილი უნდა გაჩნდეს, რომელიც ამ ნაკადს წაართმევს თავს. ნაკადს უნდა წაართო, ან უნდა გააწიო, რაღაცა უნდა გააკეთო, რომ ნაკადი პირველი რომ გადმოვარდე ნაკადიდან, სისტემიდან, როგორმე წაართვით თავი, ამ დაქანებული ვაგონი და გადმოიგდე თავი თუ გინდა, როგორც ამას არ დაყვე. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ასწანავი, ანუ შეჩერდით თქვენ გზებზე დაიხილავთ რომ მე ვარ უფალო, ხოლმე მეორე ადგილს წერია რომ ანუ მე რუსულად მას აკითხულ ბოდისმო მოგიწვით, რა ვიცი მე რა ხა ინგლისურად ყო მოყავთ იმ ყველას ტექსტები როგორც გაკეთო მე მიჭი ანუ ვтишине упование сила ваша новиет не захотели ეს ესაიაწეს ანუ სიწყნარიში სიმშვიდეში რა ციტირებ მამაგურამ ახლა ესაიადან არის втишине и упование сила ваша новиет не захотели ანუ სიწყნარიში სიმშვიდეში და დაიმედებაშია თქვენი ძალა მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ და მეორე წელი უპრაზნიცეს и увидите что я Господь ის წელი უწიხნით მაგრამ ორიგინალის თარგმანში სხვა თარგმანებია ყველაზე ღრმა არის უპრაზნიცეს ანუ გაუქმდით გაუქმდით რას ნიშნავს რომ აი ეს მუშაობა ეს წრის პროცესი უნდა ამოიწვას და უქმობარი პრაზნიკ უქმე ადამიანი არის ჩვენ რატო გიხარო და ეს პრაზნიკი გვაქვს რომ ამბობდი რა მე არ უპირდობდი მაგ სიტყვას რა არის პრაზნოს არის უქმობა მაგალითად ფარაონმა უთხრა ებრაელებს როცა ვითომ წავალთ სხვებში პრაზნი უქმეები ხართ უსაქმორები ხართ და იმიტომ გინდათ ვითომ სხვებში იმუშავეთო და გაუორმა გაგურებ პრაზნიკი იმიტომ რომ სკოლა არ იყო სამუშაო არ იყო პრაზნოს უქმობა აი ეს არის შენი სამოთხე რა გონიებში უქმობა იმას კი არნიშნავს რომ შენ არაფერს არ აკეთებ უბრალოდ ძალით არ აკეთებ იძულებით არ აკეთებ სიხარულია სიმშვიდეა ხარ სადღაც რო იყოს სხვაგან სამოთხე ერთ-ერთი ვერსიით ქართული სიტყვა სამოთხე ხა სხვადასხვა გავს ინდურ სამათხის სამოთხე იგივე ანუ არსობრივად ედეგივე მაგრამ აქ სამოთხე ერთ-ერთი ვერსია რომ მოთხვით სიარული ილია ბულაძეს აქ ნიშნავს სასეირნო ადგილი ანუ სადაც არიძა ხარ მაგრამ არიძაბები აი შიში არ არის სისხლი არ არის შემოქმედებითობა თორე მოქმედება იგი ორი მცნება ხომ ისა დაიცავი და დაამუშავე მაგრამ ეს არის შემოქმედებითობა სიხარულე არ გაიძულებს არა შიში არ გაიძულებს იძულება რაღაცა ვალდებულება აი ეს არის წუთისოფელი ზუსტად და რა დაემატა ადამიანს რას ეუბნება ნარეკლებს ამოვეს გიცენებს მიწა უფლით მოიპოვე პულსო აი რა დაემატა ის რა სამოთხეში იყო ენერგიის მინიმუმით და მაქსიმუმის სიკეთე უკვე გახდა საჭირო ენერგიის მაქსიმუმი და მინიმუმის სიკეთეს იღებ და აი ეს რატო გააკეთა იმიტომ რომ გონსმოსული ყავ აი ეგ არის აი პირველი რომ უკვე უნდა მივხვდეთ რომ კიდევ კი არ უნდა გავაგზავნოთ რომ სხვა galaktikები დავიპყროთ ახლა და რა სხვა galaktikები ბიჭო დედამიწას აფუჭებდა იმას მაინც დაანებეთ თავი ისაწყალი კაცო ამას მიხედის ენერგიები ის კითხვა მაინც დასვი რატომ ნუ თუ დედამიწის ბრალია ნუ თუ რაღაც ღმერთის თუ გინდა რაც გინდა სამყაროს კანონზომიერების ბრალია რომ ჩვენ ომები გვაქვს აქ ჩვენ რო ყლავთ ერთმანეთს აქ რო ბავშვებს შიათ რატო გარბიხარ გარეთ თუ ამდენი მილიარდები გაგდა კი ბატონო გასაგებია galaktikები ასათვისებელია სხვა პლანეტების მაგრამ დედამიწა გიკვდება უკვე ეკოლოგიური კატასტროფა ომები ატომური ისინი აქ მთელი შენი დაფიქრება გონი ინტელექტი სიყვარული ბიჭო ნუ თუ არ გვეცხოვრება ნუ თუ მართლა დედამიწა რაღაც საკონტროლო ღმერთმა რომელიც უგუნუროდ დაწერა რაღაც სიჩქარეში არ გამოვიდა დაკოჭავს და გადააგდებს და დავეთანხმოთ ამას მართლა რომ ეს არის რაღაცა შეცდომა ღმერთის თუ ახლა თლად უგუნური ხარ ამბობ რა ღმერთი რიზღმერთი არანაირი ღმერთი არ არის ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს შეიძლება ეს აფეთქდეს სხვა ეს უკვე მეორე აბსურდამდე მივყავართ უკვე აქ საერთოდ აზრი არა ამაზე უკვე არც არის ლაპარაკი უდნავ თუ საზრისი აქვს დედამიწას ჩვენ დღეს უნდა შევჩერდეთ შეჩერდით და დაიწყე მიყურადება რა ხდება შენგან ასე არ აკეთებ აი სადღაც ძალიან ჯიუტად მიდიხარ შეიძლება გაერთო და უცბად დაინახე რომ სხვაგან წასუხარ GPS-ის არ შეგიხედე და სადღაც აღმოჩნდი და ხო არ გააგზერებ პირველი რას აკეთებ? აჩერებ მანქანა და ჩამოვდიხარ და გაიხედავ.
იქით აქეთ და მიხვდები რომ სრულიად არასწორად წასუხარ. ახლა რას აკეთებ? პირველი რა უნდა გააკეთო თუ კიდე გამოასწორო. რომ ის წერტილი უნდა მონახოს სადაც გადაცდი და აქეთ წაგიყვანე და მერე გააგზავრო გზა სანამ ამ წერტილში არ მოხვალ შენ ვერაფერს ვერ გამოასწორებ. აი ეგ არის მონანიება. ახლა ქართულადაც გუსულადაც გავიგოთ ნახეთ ხო ჩვენ ებრაულად ჩუვა რა არის გავიგეთ ინანა სხვა ენებზე მონანიება და ბერძნულადაც მეტანოია ნიშნავს შეცვალე თქვენი მიდგომა სამყარო კი არ შეცვალო მიდგომა შეცვალე სამყარო იმიტომ გაგისასტიკდა შენ რომ შენ გაქვს პრობლემა იმაში აქ გაქვს პრობლემა რომ რაღაც გაასწორო და მე დაინახავ რომ ქართულად არის მოინანიეთ არის ქართულად გონსმოდი პირველი რასაც ადამიანს ეუბნებიან ხო გონსმოდი ხო გონზე ხარ რეანიმაციაში რომ მოხდები თუ დააფიქსერა იმას სად არის აფიქსერო ასე ექიმია ეს აქ არის უკვე გონზე მაგრამ შემთხვევაში ადამიანია უგუნურო ეს არის გვახა გონი რა არის ვინ არის გონიერი კაცი დაუშვათ აი ხო გვაკითხო აი გონიერი კაცი გონი არის ფუძე რომელიც ნიშნავს გახსენებას ვიგონებ მოგონება სხვათაშორის გამოგონებაც ფუძე არის გახსენება გამოგონება და გამოხსენება მოიგონება მოიგან გაიხსენე ანუ პოტენციაში თუ არიდო ეს ტელეფონი ჩემ შიგნით 1000 წლის წინ როგორ შესაძლებლობა დღეს როგორ გამოვიხსენებდი გამოვიგონე მე კი არ შემიქმნია ამიტომ გამომგონებელი არის მომხსენებელი გაახსენდა მენდელეევს გაახსენდა აინშტაინს გაახსენდა ისინი პირდაპირ ამბობენ აინშტაინი ამბობს რომ ინტუიცია პირველი თორე გონება არის მისი მსახური ინტუიცია კიდე უკვე რწმენასთან არის ახლა ეს ლოგიკა არ არის ტკაპ გეძლევა პირდაპირ ახლა და რის საფუძველზე რომ შენი ძიების გამო კი არა შენი ძიება მიგიყვანს იქამდე შენ ეს არ შეგიძლია მაგრამ გაჯილდოებენ გულწრფელობის გამო და მას ვისა შესაბამისად მონანიება არის გონს მოსვლა გონი არის გახსენება და ყველაფერი უკავშირდება ჩვენ ვთქვით ხო აი მის ახლა ეხა როგორც მესმინება თუ ეგეთი ანალოგია გავავლეთ რომ ჩვენ ძირითადად პერმანენტულად ვართ დიალოგში ტვინს და გონებას შორის ანუ ტვინი ელაპარაკება გონებას და გონება ელაპარაკება ტვინს კი ბატონო პერმანენტულად ეს დიალოგი ხო გვესმის თავში რა ვიცი მე ასე ვამბობ რომ ჩემი ტვინი ელაპარაკება ჩემ გონებას ტვინი არის უფრო ემოციური იმპულსური ნაწილი გონება უფრო როგორც მე ვხედავ მაინც გადავამოწმებ შენთან ჩემთვის გონება აი გონიერებასთან მოდის უკვე ანუ ფესვებიდან რომ მოდი დიდი სიღრმიდან ანუ მისი ხსოვნა დიდია იქიდან ახსოვს და შესაბამისად ამიტომ არის მისი მოქმედება სხვანაირი ვიდრე ტვინზე მინდოდა აი ცოდნა სიბრძნე ეს ყველაფერი ჩემთვის არის გონებასთან კავშირში და ის იმპულსურია რა დავინახე ნაყინი მინდა. იქვე მოკ ნაყინი მინდა იქ გონება რას გიგეთებს? ღრმად შედის. გონება მაგალითად შეიძლება დამიბრუნოს პასუხი, რა ვიცი. ახლა კი გესიამოვნება, მაგრამ ის რასაც მოგიტანს ვნებას, ის უფრო ძიმე იქნება და აირჩია. მაგას ხო გონება მეუბნება. ხო და ეს გონება ვინა რასაცავია? ვინ არის ეს გონება? გონება არის ჩემი ნამდვილი ბუნები და გამომდინარე. ხოლო ტვინი არის კულტურის პროდუქტი. მე ახალია ის ბავშვია. მე ბაბუა ვარ. მე მამა ვარ და ის არის ბავშვია. ის უცბად ემოციებს აი ეს უნდა ყველაფერი უნდა ჭრელი სოფელი. განა ის არ უყარს ღმერთს ეს ტუტუცი გოგოწუთი სოფელი. მაღაზია შეყარებული ზუსტად. იმ რომელიც იმდენად გატუტუს და ყველა დაავიზდა და მარტო აი ეს უნდა. აი წარმოვიდგინე რა გოგო გიყვარდეს და როგორ გითხრა რა აი რაღაც გაფრთოვანებულია რაღაცებს ყველებს შენ ყურადღებას არ გაქცევს უშუალოდ. აშვილი დავანებო თავი. ხო მამა და რა უხარ ხო მამას რაღაცა უყიდე და გაერთო მამას ულარას მე ეტყვი შვილო როდემდე უნდა იყოს მე გიყვარვა შენ თუ მე მეც მინდა რომ მოდი რა დამელაპარაკე მაგრამ უნდა გაიზარდოს ამიტომ შენ შვიდად ხარ იცი რომ გაიზრდება და მოვა შენთან აი ეს არის მე რო გითხარი რომ სიყვარული ეძალა უფლება რომელსაც არნიჭებს სხვას და იცი რომ იმას ის არ გამოიყენებს ენდობი მე სხვადასხვის მამგურონ დაახლოებით ეგეთივე ფრაზა მაქვს წაკითხული პატიებაზე, რომ პატიებაც არის შეგნებული უარის თქმა დასჯაზე სხვისი მიუხედავად იმისა, რომ სხვა დამნაშავეა და ეგ არის პატიება, რომ მე პატიობ ნიშნავს, რომ მე შეგნებულად უარს ვიძახი. თვითონ პატიება სიტყვა იტყვის ამაზე უკეთეს. აბა? ეს ფუძე საიდან მოვიდა პატიება რა არის? პატი რა არის სიტყვა? აი უკვე სანსკრიტზე მივდივართ. პატიჟი ჩვენთან ცუდი სიტყვა ხო?
დაპატიჟება, რატო არის პატიჟი არის იმასთან დაკავშირებული სიმძიმე გამოცდა თუ ქართულში. და ამ დროს დაპატიჟება რატო? ძიმეა დაიბიდო რომ დაპატიჟეს უკვე შეხო цаრიელი ვერ მიხვალე. ეს არის სიმძიმეა, ვალია შენზე. რო იქ გადაიხადო რაღაც. ანუ პატი არის მადლი სანსკრიტზე ეს ზედა ისა. ხოლო პატივისცემა, პატივი, პატიება, რატო არის ერთად ეს ყველაფერი? პატივში აყვანა. ანუ მიტევება ის კი არ არის მე შენ გაწყენინე. აი ერთ ადგილას ავიკითხე ძალიან საინტერესო ისა, აქ ამოწერილი თქონდა ფრანცისკო ასიზელი რას ამბობს, აი როგორ გადალახო შენ, როცა მოწყალებას აძე ვიღაცას. ხო პატიობი იმას, პატიობი ისე არ ეკუთვნის, მაგრამ გაძლებ თითქოს და ამ დროს შენ რაღაცა გემართება, ცუდ მდგომარეობაში ხარ. ანუ შენ თითქოს მაღლად გახარ, ის დაბლად ეს მე მაწუხებს როგორც ქრისტიან. მაშინ სად გადავლახო? აი მაგათაც შენ გაძლებ მე მოწყალებ. აი ახლა ხო გეუბნება შენ მაგარი ბიჭი ხარ. შენ მაღლად გახარ, ის დაბალია. ყოველთვის ვარიანტი არ არის და ფუჭდება. ეს არ არის მოწყალება, მე არ მაყვაყობილებს ეს როგორ ეს ღვთის ხატება და მე დავიჯერო რომ ახლა მე რახან მივეცი უკვე ეს მე მაწუხებს როგორც ქრისტიანს, მაშინ სად გადავლახო? და ფრანცისკო ასიზელი ამბობს, როცა მოწყალებას გასცემო, მოიქეს ისე თითქოს ვალი დაუბრუნეო. ანუ შენ კი არ მიგიცია შენგან მას ვალი ეკუთვნოდა. რატო? აი მაგალითად არის დღესაც ახლა მე მასში იყო სოციალურ ქსელებში ეს და რომელიღაცა ტომში ინდელების ახლა შამანი არ ვიცი ნუ მოწმა რომელიც კურნავს აი ადამიანის ყველა უძურებას თითქმის აი ძვლების კი იმართება რა იქამდე მიდის და ეუბნებიან რას აკეთებ არაფერს არ ვაკეთებ აი ადამიანს რო უყურებო პატიებას თხოვო იმაზე რომ ის ამ მდგომარეობაში არის ჩემი ბრალია მე დაგაკელი შენ რაღაცა და მე ახლა ვალს ვაბრუნებ და მე შენ აღგიდგენ იმ მდგომარეობაში რაც შენ გეკუთვნით აი რა უნდა იყოს მოწყალება და პატიება ის კი არა მე შენ გაპატიე და ესე მე დიდი ვარ შენ პატარა ხარ მე ძლიერი ვარ რომ პატიება შემიძლია ეგ რაღაცა ბუჭდებ მე არ მინდა ძლიერი ვიყო მე არ მინდა არავის უკეთესი იყო რატომ უნდა დავარქვა სახელები რატომ უნდა გავცი მოწყალება ისე რომ ნახე მე რა ვქენი და გავიხედო კიდე იქე გავიჯგმო მაგარი ბიჭი ვარ და თურმე ეს ამაბრა გამომრჩა სოდაშოის ნებასო გამიხილავდით ერთ რამეს აი როდესაც ბეხა ბევრ ლოცვაში არის ეგეთი პასაჟი როცა დაიყოს ნება შენი მაგ მომენტში მე ჩემ ნებას გაბარებ უერთებ ან ვამბობ რომ მე თანა შემქმნელი ვარ შენთან თუ შენი ნება უზენაისია და მე მოგყვები აი რა შვები მაგ მომენტში როცა ვამბობ რომ დაიყოს ნება შენი საშა ეგეც გზა არის ბიჭო მე თუ ნება არ მექნებოდა მე ვიქნებოდი დამატება ხო გითხარი მექანიკა როგორც აი galaktikები ცხოველები ინსტინქტები ესმის ისინი წყობას ინარჩუნებენ ფუტკარები 10000 ფუტკარი ნახე მაგრამ რატო არ ვაფასებთ ვადიდებთ იმას ვიცეს უნარი ჩადო იმიტომ ეს ფუტკარი აგენერირებს ამა თვითონ კი არ აკეთებს ასე ჩართულია ამაში და იქ შიგნით იმაშვრება ახლა როდესაც მე ვამბობ დაიყო შენი ნება რას ნიშნავს ორი ნება არც არსებობს პრინციპში არის ერთი უნივერსალური ნება რომელიც თავისუფლებაა რომელიც მოქმედებს ისე როგორც შიგნიდან მოდის და არ იზღუდება ამ შინაგანი ერთ-ერთზე ჯდება ყველა ჩემი მოქმედება სიკეთეა მე არ მეშინია რომ იმას შეიძლება სხვანაირის გამოიყოს რატო სრული ხედვა მაქვს და იმიტომ ახლა რატო გახდა საშიში თავისუფალი ნება რატომ არის სულ ვიტანჯები თქვა თუ არ თქვა მივცე თუ არ მივცე წავიდე თუ არ წავიდე ვაპატიე თუ არ ვაპატიე იქნებ რომ ვაპატიო თავზე დამაჯდეს რო არ ვაპატიო იქნებ ბიჭო ესე რატო თლიანს ვერ ვხედავთ სიბნელეში ვარ და აქ ვიწაფებით ამ ნებებით და საბოლოოდ რისკენ მივდივართ სიცხადეში ნება თავისთავად არსებულია იმას შექმნა არ უნდა სიცხადე სინათლე არსებობა ნების თავისუფლებას უდრის ანუ პირველ მასალა ეს არის მე ვარ რომელიც იქით არაფერი არ არის თვითონ მე ვარ უკვე თავისუფალია შეზღუდული არ არის ყოფნა შეცდომა არ არის მე ვარ მისი ნაკლები ნება რომ მეც ქონოდა სრული ნება მაგრამ მე არასრულყოფილებიდან უნდა მივზვიდე ამიტომ ჯერ აი ჯვარი რა არის ჯვარი არის ზუსტად უყური ვერტიკალი და აი ეს ჩემი 90 გრადუსიანი კუთხე შესაძლოა 90 გრადუსიანი კუთხე არის ყველაზე ძლიერი დარტყმა ანუ პირდაპირ ვერტიკალზე ვაბამ ჩემი ნება ეწინააღმდეგება იმის ნებას ადამიანურ ბუნება და შემდეგ რას ვაკეთებ ნელ-ნელა ვუსწორებ ჩემს ნებას იმას ვერტიკალზე ამყვავს და შესაბამისად დარტყმის კუთხე როდესაც აი ესე კეთება ნაკლებია გამოდება უკვე ანუ რაც უფრო ეწინააღმდეგები პირდაპირ ერთ-ერთზე მირტყამს
და ის მაიძულებს და აქ რა უნდა მოხდეს ბიჭო უყურე ხა ღმერთი რა დღეშია ბიჭო ძალიან ახლოს რომ მოვიდა ადამიანს შეეშინდა დაყრის იარაღს და ეს არ უნდა ეს შიში დანებება არ უნდა იმიტომ ერთი ის იყო მე არ მინახავ პირდაპირ მაგრამ ვინც ნახა იმან მითხრები ლეოპარდი ეპარება იმას რაღაც ანტილოპას და ახალ ლეოპარდი რაზეა ორიენტირებული მან იცის რომ რაღაც მომენტამდე თუ მივიდა მე ის გაიქცევა აუცილებლად და მიეპარება და იმას ხვანაირად არ შეუძლია ამისთვის შემართულია და ეს ანტილოპა ძოვს არაფერს არ აკეთებს არ იზრის მიდის ლეოპარდი მიდის ბიჭო არ დაიზრა კრიტიკულმა იმას გადაცდა მივიდა ახლოს დაყნოსა და წავიდა არაფერი არ გააკეთა ნახე რით მოუგო ეს ხო დაძაბული იმისთვის იყო ეს იმიტომ უახლოვდებოდა ის გაიქცევა რაღაცნაირად და ეს ამაზე ორიენტირებული და იქ რო გაუჩერდა და შესაბამისად ვერაფერი ვერ მოხდა უკვე ვერც ანუ ეს ჩვენი ერთი ნება თავისთავად არსებული ღმერთში არსებული თავისუფლება და ჩემი ნება რომელიც არის შესაძლებლობა იმ ნების მისასვლელად რომ იზრდება იმაში ჯდება ერთ-ერთზე გესმის აი ქრისტეში რა მოხდა ადამიანური ნება მას არ ქონოდა ადამიანური ნება ეს თამაში გამოდიოდა მაშინ იმიტომ არის დიოფიზიტობა გარისკა ღმერთმა ადამიანს შექმნა მაგრამ დიდი ტკივილით იესოობა რა არის იესოს გმირობა რომ სიყვარული და არა შიშით ახლა ღმერთი ხო გეუბნები რა მაშინ შეგვეშინდება და შიშით არ უნდა სიყვარული უნდა მაგრამ მაშინ რა ქნას და უშუალოდ რო დაშორდა და გატუტუცდით მე ვარ ღმერთი გამოვაცხადე გურიის რესპუბლიკი და უშუალოდ გამოვაცხადება მე ყველა გამოვაცხადებ ჩემი როგორ თქვი შენ ეგოს რესპუბლიკა გამოცხადებული რესპუბლიკა მე ამას ის აგერთი გელბაკიანია ბიჭი ისა ბლოგერი და იმას ისა ჩავთ ეგოკრატია ანუ ეგოს მართლობა რა ხო არის უამრავი კრატიები და ეს ხო და ამიტომ აი ეს ხდება სიყვარულით ჩემს ნებას ჩემს გაგებას რომელიც მე შევიძინე უძღვებიშვილი გარეთ იმ დიდ ნებაში შევდივარ ოღონდ სიმწიფით გაცნობიერებული იმიტომ დროზე ადრე რომ დავთმო ჩემი ნება არ ჩამეთვლება ეს უკვე ის არის რა ქვია ომში დეზერტირობა დროზე ადრე შენ დაწექი და ამაზე შიდოს გაძლევენ ძიუდოში იმიტომ რომ სპეციალურად რომ პასიურობა არ ჩაგეთვლება ეგრე სადაა უნდა მიაწვე ბოლომდე ღმერთს არ უყვარს ესეთი დანებებული ადამიანები აი პირდაპირ დედიკოს ბიჭები რო ხდებიან გადაიწერენ უცბად და კარგი პატრიოტები რაღაც მორალურ ნორმებს ისწავლის რაღაც პირჩვის გადაწერას და რა გინდა ყველა არც ეს ვარგა ეს ხალტურა ერთგვარი უცბად შენ გადაიწერე ეს სიკეთე და ამისთანები იყო ზუსტად რომ ქრისტეს ვერ უგები და ჯვარზე აკრავე. ნუ ქრისტე არის ერთხელ ოჯახში იქ და ქალი მოდის მარია მაგდალენის ზეთი მოაქვს საცხი. ანუ ის ქრისტე აპატია მას და სიყვარულს აძლევს ეს ქალი უღრის იმას ცრემლებით ურესხავს ფეხებს და თვებით უსვერებს. წარმოიდგინე რა სიყვარულს და რას ხედავს მეორე ეს დედიკოს ბიჭი ხუთოსანი ბიჭი რას ამბობს? ეს ოროსანი გოგო ამ მასწავლებლებს რო შეეხო ეს მასწავლებელი რაღაც საეჭვოა რომ წმიდანი კაცი იყოს იმიტომ რომ ბოზიქალი შეეხო ჩვენ ენაზე რო ვთქვათ ხო უკულტურო სახ მრუში დედაკაცი შეეხო და წმიდანმა როგორ უნდა მოითმინოთ ნახე როგორი სიწმინდის გაგებაა და აქ ასე არ ხდება აი ღმერთის ამიტომ გეუბნები რომ ეს ჩემი ნება რომელიც მას უნდა რომ ვეჭიდაო აი იაკობობა რა არის ამიტომ არის ისრაელის ღმერთი იაკობ მებრძოლი ღმერთი და ისრაელი რატო გახდა იაკობი ისრაელი იმიტომ გახდა რომ ეჭიდებოდა ძლიერია დგას ფეხზე ნუ ახლა ამიტომ ჩემი ნება რომელიც ერთადერთი მაგ უნდა დაეთმოს მის ნება სიყვარულით არა შიშით არა რაღაცა ის სხვა რაღაცეებით არა იმებით არამედ გაცნობი აი მონანიება რა არის ეს არის სრულად გონსმოსვლის პროცესი როცა აზრი ეკარგება წინა გაგვიძებამდე მოქმედებდი მე რო უძღებიშვილი ვიყავდი მამისგან რო წავედი მეგონა რომ ეს არის რეალობა და ბოლოს უკვე რო ღორების საჭმელს რო ვჭამ კოს ვჭამ უკვე ღორი რა არის ღორის სიმბოლოა მატერიის სიმბოლო რა არის მატერია ჭამ და ვერ ზღებ ვინ გაწყაბა ვიღაცა 1 მილიონი და აგროა და მეორეზე მუშაობს, კაი ხანია იმაში რო არა, რა ქვია. დათათვდაშხიაში და ესეა, აქ ვერ გაძღები, აქ უმატებ და აი როცა იქამდე მიხვალ, გონს მოდი ხარ. აი გონს მოსლა არის
ბიჭო დაბრუნება საკუთარ თავთან, აი იმიტომ გითხარი, ესა ებრაულად თავის გადამოუკიდებლობას ნიშნავს ჩუვა. ანუ პასუხში დაბრუნება, იქ უკვე ორი აზრი არ არის. და ხვდები რომ უბრალოდ აქ ორი სისტემა კი არ იყო, ორი ნება არც ყოფილა. ეს ასეთი ერთგვარი ძილი იყო შენთვის, რომ ამ ძილში წარმოსახვით სამყაროს შენ ყოფილიყავი ღმერთი, შენ იქნები როგორც ღმერთი. დაუშვა, განგება რომ გაებერა ეს ბუშტი ადამიანს და შექმნა წუთისოფელი, რომელიც დგას თითქოს, მაგრამ არაფერზე არ დგას. მე ვკვება მაგას, რით ჩემი შიშები, ჩემი მთელი სისტემები დააკვირდი თუ გინდა. ამ ორ იმაზე დგას შიში და სირცხვილი. ყველა შენი მოქმედება განპირობებულია, რომ არ შერცხვე და არ შეგეშიდე სისტემებს ქმნი. მე ახლა არ ვიცი, ახლა აქ თქვა თუ არა, მაგრამ მეც გეტყვი, მე ისეთი პატიმრები ვიცი და ისეთი ადამიანები ვიცი და ისეთი რაღაცები უთქვამთ, რომ გარედან რომ ჩანს, რომ ადამიანს აი იუტესედან ეცრუე შეიტან მის სიძლიერეში და სიმძლავრეში. და ახსარებაში გეუბნება, რომ მთელი ეს ყველაფერი ეს არის ჩემი თამაში და ნიღაბი. მე ვარ შეშინებული ბავშვი. მე შინია და იმიტომ გავხდი ბესპრედელი, კი არ აღიბიტო ავიღე, ვიღაცა ბანდის წევრი იყო იქ სადღაც. ძალიან ძლიერი შეიარაღებული ფორმირების და რამდენიმე თვე ვერ მეუბნებოდა ამას ცხენოდა. აი ეს ყველაფერი მე იმიტომ გავაკეთე, რომ მეშინოდა ბავშვობიდან და თავის შის ებძოდა, რომ დაემტკიცებინა, რომ არ ეშინია. ესმის აი როგორც აღლი რომ უყებს მას რაღაცას შიშისგან და ეს წარმოსახვით სამყარო ვერასდროს ვერ მიხვდები რა ხდება. ამიტომ არის ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ეს წარმონაქმნია ეს ყველაფერი. და ეს უნდა ჩამოიშალოს და ნება არც იყო ეს ორი ნება არც არსებობ, მაგრამ იმ ერთ ნებასთან შენ უნდა მიხვიდე გაცნობიერებულად ერთი ეძეჯი, ანუ სიყვარულით ბარდები, არა შიშით, არა ლაჩრულად, არა იმით, რომ დამარცხებული და თავშაქინდრული, არა მიხვედრილი. როცა მიხვდები უკვე აზრი არა აქვს არაფერი. მაგრამ ახსარება ახსენე და გამახსენდა, ეხლა უბრალოდ მაგ თემას ესე შევაკავშირებ, რომ სირცხვილი არის სოციალური ემოცია. და ამბობენ, რომ სოციალური ემოცია იკურნება სოციალურ გარემოში. ანუ სირცხვილი შეიძლება გამკურნო მარტო სხვა ადამიანთან. ან სხვანაირად შეუძლებელი არის, რომ ეს გზნობიდან გამოხვიდე. სულ სირცხვილზე ერთი საინტერესო ის არის, რაც მე მიყვარს მაგურამ, ჰოკინსი იყო ეგეთი ფიზიკოსი. დათო დეივიდ ჰოკინსი. ეთში რო იჯდა, ხო თუ სხვა? ეს სხვა იყო. და ის სტივენ ჰოკინგი. დეივიდ ჰოკინსი იყო ფიზიკოსი, რომელმაც ბევრი საინტერესო რაღაცა ცნობიერებაზეც მუშაობდა აქტიურად და ემოციებზე გააკეთა ცნობიერება დააკავშირა ემოციებს და გააკეთა ემოციები გაზომა საზომით, ენერგეტიკულად. და სირცხვილი იყო ყველაზე ახლოს სიკვდილთან. სიკვდილთან, კი ბატონო, გეთანხმები. ანუ მე მგონი სიკვდილი იყო 0, ხო, თავისთავად 0. და სირცხვილი არის მე მგონი 30. ანუ ყველაზე ქვედა სპექტრის ემოცია, ან ადამიანი იმდენად გაშეშებულია სირცხვილში, რომ ფაქტიურად მკვდარი შევნია. ჩვენ არ ვამბობთ ქართველები, აი მკვდარი ვარ შენთან, არ ვამბობ, არ გითქვა, აი ჩვენთან სოფელში იციან ხოლმე, რომ დაუშვათ ვერ მივიდა დასაფლავებაზე. თავი მოვიჭერი შენთან ვიცი. აუ, ბუნკალი, აი სიკვდილი მე შევნია, მკვდარი ვარ რა, აი დამთავრდა უკვე. სირცხვილის ზნობა. მაგრამ მეგობრებო, ჩვენ ვთქვით, რომ სირცხვილი ნეგატიური კი არ არის, სამაგიეროდ რას აკეთებს? სირცხვილი გაიძულებს შენ. გაიძულებს, რომ გამოხვიდე მდგომარეობიდან, გეხმარება, რომ იმ მდგომარეობას გაექცე სიკვდილს. და არის ახსარება ეს გამომზეურება იმისი, რასაც ისიც ცხენია. და რეალურად ამისი გამომზეურებით ამის კურნალობა. ყველაზე იდეალური მდგომარეობა იქნებოდა ეს გამომზეურით კურნალობა ზუსტად და ნამდვილი ახსარებას ეს არის პირველ საუკუნეებში საჯაროდ ამბობდნენ ახსარებას. რატო ხო გითხარი? ის მდგომარეობა, როცა ადამიანი მიხვდება რაში იყო და რამ შეუშალა ხელი ღმერთთან მოსვლამდე, მაშინ მას არ ცხენია მისი გამომზეული პირიქით ყველაფერს გადახრის, ოღონდ კი მოიშოროს, აი როგორც ავამტყოფი ექიმთან რომ მიდის გამწარებული რო არის ავამტყოფობისგან, იმას არ ცხენია უკვე ავამტყოფობებში ჩაახედოს, იმიტომ რომ მან იცის რომ აქედან არის თავისუფლება, სხვა გზა არა, მაგრამ არის თუ არა მისული ადამიანი აქამდე, ეს არის თავი. მოჭამა თუ არა ყველაფერი, მუძღები შვილი ვით
ყოს ჭამს უკვე თუ გონია რომ ახალი მარკეს მანქანას თუ იყიდის მაგაშია გამოსავალ ან თუ ამერიკაში წავა ახლა სამუშაოდ უკვე კარგად იქნება ანუ კიდე აქ რაღაცა დარჩა კიდე აქ მორიგი მცდელო აი პირადად შენ გეუბნებ საშე კაცმანი წარმატებული ადამიანი ერთ-ერთი საქართველოში გონია მე მამაგურამ აი შენ პირადად კიდე რაღაცა რომელიც გონია რომ მე ამის რეალიზაცია მოხდა ბედნიერი კაცი კი მე 7 წლის წინ თუ 8 წლის წინ აღარ მასო ზუსტად ეს ხმა დავარქმათ ხვა რომელიც ხმები ყოველას გვესმის ფიქრის სახით ხო ეს ხმა მეუბნება რომ შენ საქართველოს შენ თავი ამოწურე უნდა წავიდე ამერიკაში ფართო ასპარეზზე შენ ჯერ კიდე შენი არ დაგისწრებდი ხარო საქართველოს ვერ გაცურავდი ნუ და მაგურამ არ ვიცი რა მოხდებოდა იმ ხმისთვის რომ დამეჯერა მაგრამ ობიექტურად არ დაუჯერე და მალევე სხვა ხმამ არ ვიცი რა ალბათ იმ ხმამ რომელმაც შეიძლება გადამარჩინა ამ თამაშს იმიტომ რომ კიდე ერთ წრეს წავიდოდი მიხვა მითხრა რომ არაო ეგ არაფერი შუაში არ არისო შენ ვერ ამოავსებ იმ სიცარიელეს ვერც ამერიკით და ვერც პირიქით უფრო გაგიზლიერდება ანუ მე ვიყავი აი ამ წერტილში სადღაც ალბათ 7-8 წლის წინ აი როდესაც ეს როგორ თქვა და შენახა არ ნანობა მას ხო ახლა აბსოლუტურად არ ნანობა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ რავი როგორ თქვა დღემდე ჩემთვის ამოუცნობი არის და ვსწავლობ რაღაცებს იმიტომ რომ ახალი პარადიგმით ახალი ფასეულობებით არც ისეთი ადვილია უკვე ამ სამყაროში მიაღწიო წარმატებას მაშინ როდესაც მოდი ესე ვთქვათ სხვა თამაშის წესებით თამაშობდი სხვა თამაშს თამაშობდი იქ წარმატება ჩემთვის უფრო ადვილი მისაღწევი იყო ეხლა რა ფასეულობებით ვცხოვრობ რა იდეებით ვცხოვრობ რა ეხლა უფრო ჩემთვის სწავლა არის აი ამ მდგომარეობიდან როგორ შევქმნა წარმატება ხომ წარმატება დღეს ჩემთვის იმისთვის კი აღარაა სიმბოლო რომ მე სამყაროს დაუმტკიცო რომ ფასეული ვარ და მაგარი ბიჭი ვარ და აგერ შემოვხედე და ტაში დამიკარით როგორც ადრე იყო არა მე ვფიქრობ როგორ შევქმნა წარმატება მარტივად წარმატებულად რა ღირებულება შევქმნა რომ ადამიანებს მივცე რა და თუ ადამიანებს რაღაცა ღირებული მივეცი მაშინ ის ღირებულება დამიბრუნდება ასე უყურებ დღეს ანუ ყველაზე მთავარი ჩემთვის შეიძლება ეგ ეს ჩემთვის ეხლა რასაც ვაკეთებ იგივე მისიას ემსახურება როგორ გავაკეთო რამე ღირებული ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის ანუ არსი მაინც დარჩა და ფორმა შეიცვალა რა მიმართულებით არა არსი სხვა არის მე მგონია რომ დღეს მე წარმატებას სხვა რამეს უყურებ ვიდრე საერთოდ ჩემთვის იყო ანუ წარმატება ისევ გინდა ეს ბუნებრივი მდგომარეობა წარმატება ქართული რა სიტყვა წარმატება ანუ შენ ხო დასრულებული არ ახლა თუ გაჩერდები იმასაც დაკარგავ რაც აქ თავარია რა მიმართულებით გინდა წარმატება მატერიალურში თუ სხვა მიმართულებით მატერიალურში შენ ხედავ რომ თუ ამერიკაში წახვიდოდი ამ სიცარიელს უფრო გაზდიდა დაუშვათ მილიონერი იქნებოდი მაგრამ შენს გარშემო 1000-ჯერ უფრო დიდი სივრცეები იქნებოდა მიხვდებოდი რომ მაინც სიცარიელია და აზრი არაა და სადღაც დროზე მიხვდი სადღაც წერტილში შენ რაღაცა ხმამ მე პირდაპირ მიმითითა რომ იმ გზით მე ამ სიცარიელებს ვერ ამოყვს და მაშასა და მე შენ ამ შემთხვევაში წაგებული არ ხარ და წარუმატებელი შენ წარმატების საფუძველს ანუ შენ ან ფინანსებს ანუ რაც გაგაჩნია კაპიტალს დებ ისეთ საქმეში რომელში თუ სასულოდ შეგიძლია გაიზარდო ვიდრე მატერიაში ჩაგედო უხეშად რო ვთქვათ მე უამრავი და მგონია რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ამაზე სხვადასხვა ბევრი მაგრამ ცალკე თემა მინდა ჩავწერო შენთან მაგრამ დავაანონსებ რადგანაც ვახსენებ არ შეიძლება რომ ეს მატერიალურის და სულიერის თანაკვეთა აი რომ თანაკვეთა იმიტომ რომ მე მაგალითად ხშირად ვიმეორებ რომ კომპანიებში რო შევდივარ ჩემი გადმოსახედიდან ამას სულიერება ქვია რაზეც ველაპარაკები ფასეულობებზე ველაპარაკები რა გაერთიანებთ ადამიანს რა იდეა გაერთიანებთ ანუ ის კი არა რომ ბრმად რომელიმე ავტორიტეტს დაემორჩილო ან ფულის შოვნის იდეას დაემორჩილო ანუ შენ საშარო ამ სრულიად მატერიალურ ურთიერთობებში რასაც ქვია ბიზნესი კომპანიის მუშაობა თითქოს გარედან რო შეხედო
აი ეს იგივე პრინციპები თუ არ მოქმედებს, იქ წარმატება არ გექნება, რაზეც ჩვენ სულიერებაში ვლაპარაკობთ. კი. მე დღესდღეობით მინდა დავინახო ადამიანი არის ჩემთვის პოტენციალი მამაგურამ. მე სულ ამბობ ეს რაღაცა საერთმნიშვნელოვანია. რომ ადამიანი შეიძლება შეხედო როგორც რესურს, რომელიც შეიძლება გამოწურო, ანუ რესურსი საშუალება ჩემი მის მისაღწევა. ჩემი მისაღწევა. ან შეხედო როგორც პოტენციალს. ყვავილი ხო პოტენციალია. ანუ ყვავილს რამდენ წყალსაც დაუსხავ, როგორ მოეფერები, როგორ დაელაპარაკები, მზეზე გამოიტან, არ გამოიტან, არის დამოკიდებული როგორი ყვავილი იქნება რა. ადამიანიც ეგეთი. ტკბილ სიტყვას ეტყვი არ ეტყვი. შეაქებ არ შეაქებ, კარგს დაუნახავ თუ მარტო ცუდს დაუნახავ. ასეთი ცოცხალი ადამიანი არა რობოტი. ადამიანი არა ChatGPT. ადამიანი ცოცხალი არსება არის, ამიტომ მე დღესდღეობით სულ ვეძებ ისეთ გზებს, რომ ადამიანს ისეთი გარემო შეუქმნა, ან ისეთ გარემოებების შექმნაში მივიღო მონაწილეობა, სადაც მოირწყვება ადამიანი. როგორც პოტენციალი. და შენმე გაგახარებს. აბარა მე დაგასვენები როგორც მშობელები ისვენები, როცა შვილებს დააყენებენ გზაზე და ნაკლები ძალისხმევა დაგჭირდება გარემოს გასაკეთებშივე, იმიტომ რომ რაც შენ დათესებ, მოსავალი მოგიტანა. თუმცა ეს არ არის ბოლომდე თემა, მაგრამ მე ცალკე მინდა შენთან დაველაპარაკო ამ მატერიალურზე, ფულზე, ბიზნესზე. ეს ძალიან კაი თემაა. ძალიან მნიშვნელოვანი თემა მგონი. არის ესე დამუშავებული ეს თემა. მამაგურა დღევანდელი თემა მე მგონი კარგად ამოვწურებთ. მადლობა შენ, მადლობა ამ საუბრისთვის და მადლობა მაყურებელს, ვინც გვიყურა და ვინც ჩვენთან ერთად ეს თავისი ძვირფასი დრო დახარჯა და ეგება პატარა ინსპირირდა კიდევაც და პატარა აუცილებლად მაგის იმედი და რწმენა რო არ გქონდეს ასე ვილაპარაკებ. უფრო მეტიც შენ რო ახმოვანება, მე რო ახმოვანებ, ჩვენ ვახმოვანებთ ამ ჩვენს ადამიანურ სივრცეში და ყველა ადამიანი ამ ის გაცნობიერებას ელოდება და ყველა შეძახილი, ყველა ხმა, ყველა ფიქრი ზრდის. ეს გინდა არ გინდა, ეს ხდება ჩვენ მივდივართ იმ ჩვენი თავის აღდგინებისკენ და. კი, მადლობა ყველას. კი, მადლობა. ის შენას თქვი ეს ძალიან სერიოზული თემაა. მაგრამ მე მაქვს ძალიან კარგად ისა რა. ორჩით არტურ. იაკობზე და ესავზე რო დავიწყებთ იქ ორი ადამიანის ისტორია, მათ